Საღამოშვიდობის საყოველთაო კვირას 20-30 წუთზე ტელეკომპანია GDS-ი წარმოგიდგენთ გადაცემას კვირის 20-30. მე არჩილ გამზარდია ვარ. Წარმოგიდგენთ ჩვენი გადაცემის მონაწილეებს. საზოგადოება 20-30-ის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, მისი მაღალყოველთაო სამღვდელოესობა ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი და არქიტექტორთა ასოციაციის თავმჯდომარე დიმიტრი მოსულიშვილი. რა ადგილი უჭირავს ეკლესიას საზოგადოების ცხოვრებაში, შეიძლება თუ არა ვიმსჯელოთ სასულიერო პირების ქცევებზე, უნდა იყოს თუ არა საზოგადოება ჩართული ეკლესიის განვითარების თანამონაწილეობაში, ამის შესახებ ჩვენ გადაცემის მეორე ნაწილში ვისაუბრებთ. პანორამა თბილისის პროექტსა და საყდრისის თემაზე დიდი ხანია საუბრობენ. რა მნიშვნელობა აქვს ამ პროექტებს, რას ქმნის და რაზეა ისინი ორიენტირებული, ამის შესახებ ჩვენ გადაცემის მესამე ნაწილში ვიმსჯელებთ. მანამდე კი გადაცემის პირველ ბლოკში ირაკლი ღარიბაშვილმა პარასკევს მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა. მინისტრთა კაბინეტში 3 ახალი მინისტრი იქნება, კერძოდ თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, გარემოსდაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი. რაც შეეხება კაბინეტის დანარჩენ წევრებს, მათი შემადგენლობა უცვლელია. საპარლამენტო უმრავლესობაში ღიად აცხადებენ, რომ მთავრობის ნდობას აუცილებლად გამოაცხადებენ. პრემიერმა პარლამენტს უკვე მიმართა თხოვნით, რომ დაჩქარდეს მთავრობის დამტკიცების საპარლამენტო პროცედურები. მთავრობის ახალი შემადგენლობა პრემიერმა პარლამენტში წარსადგენად პრეზიდენტს გადაუგზავნა. პრეზიდენტმა ხელისმოწერა 1 კვირით გადადო. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მთავრობა ლეგიტიმურად იმ დრომდე რჩება, ვიდრე პარლამენტში სხვა მთავრობა დამტკიცდება. ბატონო ბიძინა, ორიოდე სიტყვით გთხოვთ შეაფასოთ მთავრობის განახლების პროცესი. ყველაზე მოკლედ შეიძლება შევაფასოთ ისე, რომ ეს ნორმალური პროცესია. პროცესია თვითონ. ზოგიერთი მინისტრი მიდის თავისინებით, ზოგიერთი მინისტრი მიდის ჯანმრთელობის გაუარესებასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი მათგანი თქვათ ყიფიანი მე მგონი რომ უპრეცედენტოდ ღირსეული ნაბიჯი გააკეთა მან, თუ ადრე მინისტრები საზოგადოებაზე აკეთებდნენ რეაგირებას, მან საკუთარი გუნდის წევრებს გაუწია ანგარიში. ელემენტარული შეუთანხმებლობა მოუვიდა მას საკუთარი გუნდის წევრებთან. ამ მიზეზითაც გადადგა ესეც ძალიან კულტურული მოვლენაა და ძალიან ღირსეული ნაბიჯია ჩემი აზრით ჩვენი ახალი პოლიტიკის ისტორიაში. ჩვეულებრივი პროცესია, ცდილობენ ამას დამატებითი აჟიოტაჟი შეზინონ, მე მგონი რომ ძალიან ჯანსაღი ნორმალური პროცესია მთავრობის განახლების და პარლამენტს წარუდგება. ესეც სიახლეა ჩვენი პოლიტიკის ისტორიაში ეს ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს და უფრო ადრე, როგორც იცით, მსგავსი პროცესები პარლამენტთან აღარ თანხმდებოდა და ძალიან საინტერესო პროცესია. საპარლამენტო რესპუბლიკაში ვართ. პარლამენტმა უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება. პროცესია, ჯანსაღი პროცესი, ესე დავარქმევთ. დიდი მადლობა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ. 20 აპრილს ორგანიზაცია მოქალაქე და საზოგადოება 20-30-მა სასტუმრო თბილისი მარიოტში ეკონომიკური კონფერენცია საქართველოს ეკონომიკა, მიღწევები და გამოწვევები გამართა. კონფერენციაზე საუბარი იყო ეროვნული ვალუტის კურსზე, ქვეყნის ეკონომიკის ზრდასა და ასევე მის პრობლემებზე, საკითხებსა და პერსპექტივებზე. ასევე ისაუბრეს საწარმოო ჰაბის პროექტსა და საწარმოო ბაზრის შესახებ. კონფერენციაში ეკონომისტებმა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საინვესტიციო ფონდების წარმომადგენლები მიიღეს მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ბოლო 25 წლის მანძილზე დარგის სპეციალისტების მიერ სტრატეგიულ საკითხებზე ფიქრი და მსჯელობა პირველად დაიწყო. ბატონო ბიძინა, კიდევ ერთი შეკითხვა მინდა კვირის მთავარ მოვლენაზე დაგისვათ. როგორ შეაფასებთ ამ კონფერენციას, რამდენად იყო ეს საინტერესო და რამდენად წარმატებულიც? იმიტომ რომ პირველი შემთხვევაა. ძალიან კარგად და ძალიან ფართოდ წარმოადგინეთ და მე აღარ გავიმეორებდი თქვენს ნათქვამს. უპრეცედენტო გახლავთ იმით, რომ დიდია სურვილი საზოგადოებაში ჩვენი ძირითადი პრობლემა კარგად დავამუშავოთ ეკონომიკა მაქსველობაში და სტრატეგია სწორედ ჩამოვაყალიბოთ. ეს იყო მიზეზი სწორედ ჩემი ინიციატივის მოქალაქემ კიდევ ერთი პროექტი დააფუძნა თქვათ ფორუმის სახით და რა თქმა უნდა მე ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. პირველი შედეგები მე ვერ მოახერხე, ვერ შევაჯამე გუშინ მე მინდოდა. ყველა გამოსვლას მე ყურადღებით გავეცნობ პირადად, საზოგადოებაც ყურადღებას მიაქცევს. და მე მგონი რომ მთავრობაც გაითვალისწინებს ყველა პოზიტივს და ყველა საინტერესოს საქართველოს ეკონომიკის სტრატეგიაზე, რაც იქ ითქმება. ჩვენ მოახერხეთ პრაქტიკულად ყველა პიროვნება მოვიწვიეთ, ვისაც ეკონომიკაზე პრეტენზია აქვს ეკონომიკის ცოდნაზე. შესაბამისად, შედეგები უნდა მივიღოთ საინტერესო და მეორე შედეგი არანაკლებ საინტერესო იქნება ის, რომ რეალურად ამ დისკუსიებში ჩვენ მოგვიწევს მთავრობის ეკონომიკური გუნდის შეფასებაც, რაზეც ძალიან ბევრი სპეკულაციები მედის საზოგადოებაში. აი ესე მოკლედ დავახასიათებდი მე, შედეგები ძალიან მაინტერესებს. შეიძლება პირველი არ იყოს ესეთი შედეგიანი, როგორც მომავალში გამომჯობესებთ ალბათ და სურვილია რომ ეს პერმანენტულად თვეში ერთჯერ მაინც ხდებოდეს ესეთი ფორუმების მოწვევა. აი შედეგების შემდგომ ალბათ უფრო საინტერესო იქნება საუბარი ჩემთვის, რომელსაც მე ჯერ არ გავცნობიერებ. თქვენს პირველ კითხვას მინდა დავამატო, როდესაც განახლებულ მთავრობაზე იყო საუბარი და რაც დამისვით, იქ გამომჩა საინტერესო მომენტები, საინტერესო აქცენტი შეიძლება გაკეთდეს
ქალბატონ თინა ხიდაშვილზე, რომელიც თავდაცვის მინისტრია და ჩემი აზრით ძალიან კარგი პრეცედენტია, ბევრი მნიშვნელობით. ის რომ ქალბატონია, ის რომ ჩვენ ევროპაში უკვე ამის პრეცედენტები იყო და საქართველოსაც ეს მოახერხა, კიდევ ერთი ხაზგასმული ერთ-ერთი იშვიათი ქვეყანა ამ კუთხით ეს ძალიან საინტერესოა, ეს ჩვენს ისტორიასაც თუ გადავხედავთ დაწყებული თამარ მეფიდან და როგორი ისტორია გვაქვს ჩვენ, კიდევ ერთხელ ჩვენს ევროპულობას გაუსვავს ხაზს, რომ ჩვენ ჩვენს ოჯახში დაბრუნებას ვაპირებთ. გარდა ამისა, საინტერესო იყო ალბათ ეს გადანაცვლებები და რესპუბლიკელების მხრიდან ორი მინისტრის გამოჩენა მთავრობაში. ეს გასასმელია იმით, რომ კოალიცია მოახერხა, რაღაც დაბნეულობა იგრძნობოდა, მოგეხსენებათ ერთი პარტია გავიდა კოალიციიდან, იქ იყო მსჯელობები და სპეკულაციები, რომ კოალიცია შეიძლება დაიშალოს. ამ ხრივაც ხაზგასასმელია ის, რომ რესპუბლიკელები ძალიან მკვეთრად და ურყევად რჩებიან კოალიციის წევრებად და კოალიცია ჯანსაღია და უკვე გამოიკვეთა, რომ არჩევნებისთვის მათ უკვე გარკვეული მზაობა გააჩნიათ. აი ამ რამეს გაუსვამთ. კოალიციის დასვათ, კოალიციის გრადობაზე შეიძლება გავუსვათ ხაზი და ამითაც საინტერესო იყო. დიდი მადლობა. ახლა კი კვირის თემების გარდა, ჩვენი მთავარი თემების შესახებ, რა ადგილი უჭირავს ეკლესია საზოგადოების ცხოვრებაში, შეიძლება თუ არა იმშელოთ სასულიერო პირების ქცევებზე და უნდა იყოს თუ არა საზოგადოება ჩართული ეკლესიის განვითარების თანამონაწილეობაში, ამის შესახებ ჩვენ უკვე გადაცემის ამ ნაწილში ვისაუბრებთ. მეუფელ, თქვენთან მაქვს პირველი შეკითხვა. ეკლესიის თემაზე საზოგადოებაში არსებობს ორი უკიდურესი შეხედულება. საზოგადოების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ეკლესიის თემა, სასულიერო პირების ქცევების თემა, უფრო რომ დავაზუსტოთ, არის ტაბუდადებული და მასზე მსჯელობა საერთოდ არ შეიძლება, ხოლო მეორე ნაწილი მისი სრულიად რადიკალური მხარეა და ისინი ეკლესიის, ასე ვთქვათ, დისკრედიტაციაზე არიან ორიენტირებული მკვეთრი აგრესიისა და ნეგატიური ინფორმაციის კუთხით. როგორ ფიქრობთ, უნდა ხდებოდეს თუ არა ეკლესიაზე მსჯელობა, ან სასულიერო პირების ქცევებზე მსჯელობა და სად გადის მსჯელობასა და მტრობას შორის ზღვარი? პირველ რიგში მოგესალმებით. ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად და მოსასმენად ძალიან მნიშვნელოვანია გავიხსენოთ, რომ ეკლესიისათვის შეიძლება ითქვას საღვთო დავალება არის კრებითობის პრინციპიდან გამომდინარე მსჯელობა თანადგომისა და გუნდკუნეულობის პოზიციიდან და ამიტომ თითოეული საკითხი, რომელიც შეიძლება ეკლესიაში ირჩეოდეს, მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება კეთილგანწყობილი მოტივაციებით იყოს განპირობებული და არა ჩასაფრებული, დაყურადებული პოზიციიდან. აქედან გამომდინარე, ეკლესიის შიგნით არ არსებობს თემა, რომელიც აკრძალულია, ყველაფერზე შეიძლება მსჯელობა. ოღონდ ამ მსჯელობას აუცილებლად უნდა აწარმოებდეს საზოგადოება, არა თქვათ ესეთი შეიძლება ითქვას ზომას გადასული კრიტიკის პოზიციიდან, არამედ საერთო მიზანდასახულობით, რომ ეს ჩვენი თითოეულის ვალდებულება არის, ჩვენი თითოეულისათვის საზრუნავი არის და თუ რაიმე შეიძლება იყოს სამსჯელო, ეკლესია მზად არის ყოველთვის დასმულ კითხვას გასცეს პასუხი. შეიძლება თუ არა ითქვას, რომ მსჯელობის სივრცე პრაქტიკულად ჩვენ არ გვაქვს და ასე ვთქვათ, ან დომილში, ან მკვეთრ აგრესიასთან გვაქვს ერთადაც. შეიძლება ესეთი ვთქვათ აზრიც განავითაროთ, რომ საზოგადოების მცირე ნაწილი, რომელიც არის აგრესიულად განწყობილი. ალბათ დღევანდელობის ცხოვრების პრინციპიდან გამომდინარე ითხოვენ ამ თემებზე ესეთ საჯარო მიმოხილვებს, სატელევიზიო რაღაცა გადაცემების მოწყობას, რაც რა თქმა უნდა არ არის სასურველი და სასარგებლო. რადგანაც თითოეული მსჯელობის მიზანი უნდა იყოს საზოგადოების უმჯობესობისაკენ მიმართვა, მიბრუნება და ეს მსჯელობა თავის თავში ატარებს განათლებასაც. ამიტომ ეკლესიის უპირველესი ვალი არის, რომ თავისი ერი, მრევლი გაანალიზოს იმ თქვათ ბევრი კითხვის გარშემო გასეს ობიექტური და სწორი პასუხი, რომელიც პირველ რიგში მისადაგებული იქნება და გასწორებული იქნება იმ საღვთო მცნებაზე, რომელიც გვასწავლის ყველაზე მთავარს. ჩვენი ხერხემალი არის მცნება, რომლიდანაც ამოდის მთელი ჩვენი ყოფიერება ხილული და არამხილავი. კიდევ ერთი საინტერესო საკითხია, რომ შეიძლება ითქვას, რომ კომუნისტების პერიოდში ეკლესიის
ასე ვთქვათ, დათიშვა ხდებოდა. პრაქტიკულად ეკლესიასა და საზოგადოებას შორის აკრძალული ურთიერთობა და იდევნებოდნენ კიდეც და შეიძლება ითქვას, რომ შეიძლება თუ არა ითქვას, რომ ამის გამო ბევრმა ეკლესია ვერც აღიქვა ბოლომდე და აი ამ დათიშვიდან ახლა უკვე მეორე უკიდურესობას ჩავარდა, რომ მეორე მხრივ საერთოდ სჯელობა ან საუბრა ან ხმის ამოღებაც კი რაღაცაზე. გათიშულობა თუ თქვათ ესე ავიღებთ იყო ყოველთვის იმ ძალებისათვის სასურველი რომ რაღაცა გავლენა ზემოქმედება მოეხდინა ამა თუ იმ საზოგადოების ნაწილზე. ამიტომ გათიშვა ეს მხოლოდ ნეგატიური მოვლენა შეიძლება იყოს და ეს უნდა აღვქვათ ჩვენც. ეკლესია პირიქით როცა იწყებს მსჯელობას ის ამოდის თავისი საღვთო პრინციპიდან კრებითად უნდა ექნეს საკითხი განხილული, გადაწყვეტილი და მიღებული. შეიძლება არ იყოს ერთსულოვნება მსჯელობის საგანზე და თქვათ მისაღებზე, მაგრამ პრინციპი მაინც თავარი არის. უნდა ვიმსჯელოთ, უნდა შევხვდეთ, არ არსებობს თემა, რომელსაც შეიძლება მოვერიდოთ. ყველა თემა არსებობს, ოღონდ ყველაფერს აქვს თავისი ზღვარი, თავისი ფორმა, თავისი ზომა. არ შეიძლება ვილაპარაკოთ ყველაფერზე დაუფარავად და არ შეიძლება გავჩუმდეთ იქ, სადაც კითხვები ისმება, იმიტომ რომ დრო ვითარდება, ადამიანები ვიცვლებით ამ დროში და ეს კითხვები ბევრს უჩნდება. ალბათ თუ ორივე მხრიდან კეთილინება იქნება ჩემი აზრით ეკლესიიდანაც და საზოგადოებიდანაც აუცილებელიც კი ამ საკითხებზე მსჯელობა, რადგანაც მათი მიჩუმათება იწყებს არასწორ ინტერპრეტაციას მერე და ზუსტად იქ იბადება გაუგებრობა საზოგადოებაში. თუ ორივე მხარე ეკლესიას და საზოგადოებას კეთილი განწყობით იმსჯელებს ამ საკითხებზე, მე ვფიქრობ, რომ ეს ხელშეუწყობს ზუსტად, რასაც ქვია განახლებას, იგივე ხედვას, ჩამოყალიბებას საზოგადოებაში ჯანმრთელი აზრის და მიდგომის. რამდენადაც ყველა მიცის, რომ იგივე სამღვდელო პირები არიან საზოგადოების წევრები და მოქალაქეები. მათი ქმედებებით შეიძლება ყოფითი სივრცეში ხშირად ხდება განხილვის საკითხი საზოგადოების და მე ვფიქრობ, რომ ამის განხილვა და თქვა მოქალაქეებს ზოგჯერ საზოგადოების ნაწილს სასულიერო პირის საერთოდ ადამიანის ფორმატშიც კი არსონს რაღაცა უფრო სხვანაირ წარმოდგენა. შეიძლება არასწორი ახმა ამისი და ამიტომ ზუსტად ეს ხელს შეუწყობს ამის დაახლოებას. მე ვფიქრობ, იგივე საზოგადოების და ეკლესიის ეს თემები შეუწყობს ხელს ორივე მხარეს, რომ უფრო დაახლოვდნენ და განახლება ზუსტად მაქედან წარმოიშვება სწორედ ახმა იმ თემებით და სწორედ გაანალიზება რაც ხდება, ხო? დღესდღეობით მაგალითად ბევრი საზოგადოების წევრი როცა გამოთქვავს რამე აზრს, თუნდაც არა ნეგატიურს, არამედ კეთილგანწყობის რაღაც მას იმ წუთში რაღაც იარლი მიეკერება, რომ ის წინააღმდეგია რაღაცის, თუნდაც იმ რევლის, რამდენადაც გაბედა საუბარი. ხო, რამდენადაც გაბედა საუბარი საერთოდ ამ თემაზე და ალბათ ზუსტად მანდ არის. მათ შორის სადაც არაერთხელ ხაზგასმული, რომ ეს არის მხოლოდ პოზიტივზე, დადებით შედეგზე ორიენტირებული. იქ არის დაფარული ზუსტად ის ეშმაკი, რომ მე ზუსტად ამის გამოყენება ხდება სხვანაირად და ინტერპრეტაცია, რომ აი ვიღაცეები ეკლესიას ებრძვიან. სინამდვილეში თუ კეთილგანწყობით იქნება და მსჯელობა იქნება ამ კონტექსტში, ბევრს ალბათ სასიკეთოს გააკეთებს ეს. მეც დავამატებდი იმას, რომ რაც თქვენ ახსენეთ თქვენს კითხვაში, შენს კითხვაში არჩილად შენ ახსენე, რომ გათიშულობა სიტყვა, რაც საბჭოთა კავშირიდან მოდიოდა და გასაგებიც იყო, რამდენად რატომ ებრძოდნენ ეკლესიას, ეს უფრო იოლი ყოფილიყო იდეოლოგიური ბრძოლისთვის ეკლესიის გარეშე ხალხის თქვათ მიმართულების შეცვლა, ათისური მისაბებ. საუბედუროთ რაღაც ეტაპზე შეიძლება ეს კიდევ შემორჩა და გადმოხვდა ჩვენ. ჩვენ საუბრობთ ამ წუთში, რა თქმა უნდა, მართლმადიდებლურ ეკლესიაზე. ჩვენ მართლმადიდებლები გახლავართ ყველანი, სხვა კონფესიებსაც ალბათ გავიხსენებთ და შევეხებით მათთან დამოკიდებულებას ჩვენს გადაცემაში ნაწილობრივ მაინც. ქართველებისთვის მართლმადიდებლები ქრისტიანებისთვის აბსოლუტური უმრავლესობა ქართველების ესეც წარმოადგენენ, თუმცა ჩვენ ხავს მუსლიმი ქართველებიც, სხვა რელიგიისაც და მასე შეიძლება გავჩერდეთ ჩემთვის პირადად ეს არ არის ჩემთვის მხოლოდ ეკლესია, არ არის მხოლოდ რწმენა, რასაც მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ჩემი ოჯახი, ჩემი შვილები. ეს გახლავთ კულტურის უდიდესი ნაწილი და ძალიან ხშირად ჩვენს ისტორიაში ნახავთ, რომ სამშობლოზე წინ შეიძლება ქრისტიანობისთვის იბრძოდნენ ქართველები და ჩვენი სამშობლო ესე შევინარჩუნეთ. და რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ძალიან პირადად ჩემთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის. შესაბამისად, ის გათიშულობა, რომ რაღაც დროს თუ საუბრობდნენ ეკლესიაზე საბჭოთა კავშირი ახსენეთ, მხოლოდ ცუდი ათეისტები საუბრობდნენ მხოლოდ ცუდი ტონით, ახალ დროში შეიძლება მთლიანად ვერ გავითავისეთ ის პროცესი, რომ სხვა მიმართულებით განვითარდა, ჩვენს უწმინდეს უდიდესი როლი აქვს ამაში, ჩვენს პატრიარქს მაშინდელ დროში ახერხებდა ჯერ საბჭოთა კავშირის დროს, ახალ დროში უამრავი ეკლესია აშენდა მისი ლოცვა-კურთხევით, შეიცვალა დამოკიდებულება, მაგრამ რაც შეეხება მსჯელობას და საჯარო მსჯელობას, მე მგონი რომ მაინც დაბოდადებული თემად რჩება და საზოგადოებას ზოგი მორცხობს
ზოგი ვერ ბედავს და ესე შემდგომ. და ძირითადად რაღაც მსგავსი საბჭოთა კავშირის გამოდის. ვინც გამოდის და გამოდის აქტიურად, ისინი მხოლოდ დისკრედიტაციაზე მუშაობენ. კრიტიკა კი არის, კრიტიკის სურვილი კი არ აქვს. დისკრედიტაციის სურვილი აქვს, დისკუსიის კი არა. დისკრედიტაცია მხოლოდ მათი მიზანი. ამას სჭირდება დაბალანსება. გამოდიან და დისკრედიტაციას ცდილობენ ის ხალხი, ვისაც არ უყვარს ჩვენი ეკლესია, ვისაც არ უყვარს ჩვენი კულტურა. ჩვენ ეს გვიყვარს, გვეძვირფასება. შესაბამისად, დისკუსიების არ უნდა შეგვეშინდეს. ის რომ ეკლესიის მსახურმა თქვა, სიჩქარეს გადააჭარბა და არ ღვია და შეიძლება იმის იქითაც ღმერთმა დაგვიფაროს უბედურებაც მოხდა, ავარია მოახდინა, ვიღაც დააზიანა და ეს დავფაროთ, დამალოთ და არ ვთქვათ, არ არის სწორი. ჩვეულებრივად ესენი ჩვენი საზოგადოების ნაწილი არიან. ეს ჩვენ გვიყვარს და სიყვარულითვე იმას, რასაც პატივს ვცემთ, რა თქმა უნდა, მასზე დისკუსია უნდა იყოს, მასზე მსჯელობა უნდა იყოს ერთადერთი მიზეზით, რომ ის იყოს უკეთესი. უფრო საყვარელი. აი ესა და ეს უნდა მოხდეს და არ უნდა ეშინოდეს მათ ვისაც წამს და ვისაც უყვარს ერიდებათ საუბრის. აი ესა მაქვს ხედობაში მე ვფევრო. არ უნდა მოგვერიდოს. ეს ჩვენი ეკლესია, თუ ჩვენ რამე არ მოგწონს, ჩვენ უნდა ვიმჯელოთ მაგაზე, მაგრამ კრიტიკა და არა დისკრედიტაცია, მსჯელობა და არა დისკრედიტაცია. აი ეს რო შემოვა, აი ნაწილ საზოგადოების, ვინც ძალიან აქტიურობენ და ცდილობენ რომ ყველაზე დიდი ან დემოკრატები არიან, ან ყველაზე დიდი ლიბერალები არიან და რეალურად ებრძვიან ქართულ ტრადიციას და კულტურას ძალიან ხშირად და დისკრედიტაციას ახერხებენ. ჩვენ ჯანსაღი საუბრით, დისკუსიით და თუნდაც კრიტიკითაც აი ამ ნაწილს დავაბალანსებთ და სადაც სწორ მიმართულებას მივცემთ. ერთ გავიხსენებ საბჭოთის პერიოდი ვახსენეთ უწმინდესის აღსაყრების შემდეგ ფაქტიურად პატრიარქი საქართველოში აშკარად და შეიძლება უხილავადაც დაუპირისპირდა აი ამ იდეოლოგიას, როცა მან თავისი ინიციატივით საპატრიარქოს შენობაში დაიწყო მეცნიერების წარმომადგენლებთან შეხვედრა. და აი ეს შეხვედრები იმ დროის თბილისში, დედაქალაქში იყო ცნობილი, ბევრი გამოჩენილი მეცნიერი მიდიოდა და უწმინდესთან საუბრობდნენ სხვადასხვა თემებზე. და ეს იმ ფონზე, როდესაც ის წყობა იდეოლოგია ეკლესიას როგორც ბნელ ძალას, როგორც ქვეყნის მტერ ძალას ისე წარადგენდა. და აი პატრიარქის აი ამ დაუღალავმა შრომამ, შეხვედრებმა ინტელიგენციის წარმომადგენლებთან, სამეცნიერო წრეებთან ფაქტიურად აი ეს აწლევებით შექმნილი ესეთი ყინულის კედელი დაარღვია და საზოგადოების უმეტესი ნაწილი და მადლობა ღმერთს ამისათვის, რომ აი ჩვენი ერის უმეტესი ნაწილი კეთილგანწყობილია და მოყვარული არის იმ საღვთო სახლისა და იმ საღვთომცნებისა, რომლითაც ნაკვები არის ჩვენი ღირსება, ჩვენი კულტურაც, ჩვენი ოჯახური ტრადიციაც და ყველაფერი უკავშირდება აი ამ და გავაგრძელებდი, ნახეთ პატრიარქის ნებისმიერი ეპისტოლე. ნებისმიერ თემებზე ახერხებს პატრიარქი საზოგადოების წინძღოლას და გაძღოლას, არა მარტო საეკლესიო თემებზე. სრულუფლებიანი წევრი საზოგადოება. აბსოლუტურად და ძალიან ბევრ მინიშნებებს აკეთებს და ძალიან ბევრ სასარგებლოს. მრავალმხრივიდან ჩვენ ხარ ძალიან საყვარელი და რაც თავარია ბრძენი. მე ბრძენს ვეძახი ჩვენს პატრიარქს, ჩვენ გვაქვს ეს ფუფუნება, მისი უწმინდესობა ნამდვილად გახლავთ ბრძენი და ძალიან მრავალმხრივია მისი მინიშნებები საზოგადოების განვითარებაზე და დიდია როლი ეკლესიის, დოგნებავთ. ყველაზე რთულ პერიოდში, დოგნებავთ უახლოესი 9 წლის განმავლობაშიც ძალიან ბევრი გაჭირებული მხოლოდ მათ ეკლესიაში უილობდა შვებას, რაც ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში. არ იმსახურებს არც პატრიარქი, რომელსაც მე ბრძენას შემთხვევით არ ვახსენებ, მისი უწმინდესობა. არც საერთოდ ჩვენი ეკლესია და ჩვენი კულტურა იმას, რომ ჩვენ გვეშინოდეს ამ თემებზე საუბარი. არაფერი არ ხდება იქ ისეთი, რაზეც პასუხს ვერ გავქცევენ ჩვენ. და რასაც ჩვენ ვერ ღირსეულად ვერ აგვეხსნიან. გასაგებია, რომ იქაც შეიძლება იყოს რაღაც გადაცნობები, იქაც ჩვენი საზოგადოების ნაწილია სახურად მისული ეკლესიაში. შესაბამისად, ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ ეს განცდა იმ ნაწილში საზოგადოების, რომელიც დიდ პატივს ემს ეკლესიას და უყვარს, ის განცდა, რომ მასე საუბარი აკრძალული და შეიძლება კრიტიკული ან შენიშვნის მიცემაც არის აკრძალული. მე მგონი, რომ ეს ტაბუს მოხსნა უფრო კარგ შედეგთან მიგვიყვანს ჩვენ და ქვეყნის წინ იყო ძალიან ესეთი თქვათ თემა ძალიან გახმაურებული, აჟიტირებული საპატრიარქოზე სახელმწიფოსაგან გადაცემული თანხის თაობაზე დაუსვეს კითხვა საპატრიარქოს. საპატრიარქოს მიუხედავად აი იმ განწყობისა არც შეშინებია, არც მორიდებია და მან ეს პასუხი გასცა და საზოგადოების იმ ნაწილმა, რომელსაც აინტერესებდა თუ რა დამოკიდებულება ქონდა საპატრიარქო დაელაპარაკა და პასუხი მისცა. თუმცა ჩვენ შეგვიძლია შევნიშნოთ, რომ ამის ვალდებულება იგი ფინანსური გამჭვირვალობა, რასაც სახელმწიფოდან ითხოვენ, ეკლესიაზეც გადავიდნენ და ნაცვლად იმისა, რომ შეიძლება იქ უფლებებიც ჰქონდათ, მე არა ვარ მაგაში გაცნობიერებული, შეიძლება და ალბათ არც ეჩვენებინათ, არც მიეცათ.
არა ის არ მოვიდებია და ძირითადი ნაწილი ძალიან საინტერესო მე არ მინახავს, მაგრამ ძალიან საინტერესოა პირველად მესმის. მეორე საპირისპირო, თქვათ, აი ესეთი რო იტყვიან დამოკიდებულებით, ჩასაფრებული თუ გაშმაგებული დამოკიდებულების საპირისპიროდ ადამიანებს, რომელთაც ნამდვილად უყვართ და თავისი კულტურის ცნობიერის და არაცნობიერის საფუძვლად აღიქვამენ და მიიჩნევენ ეკლესიას, აი ამ დიდი ნაწილის მხრიდან საპატრიარქოსთვის საჭიროებო საკითხებზე, ქვეყნისათვის მტკივნეულ საკითხებზე მსჯელობა, ვფიქრობ, რომ ალბათ უფრო ხშირი უნდა იყოს, უფრო კმედითი იქნება მაშინ აი ამ საზოგადოების მზაობაც იმისათვის, რომ მოისმინოს. რასაც ბრძანებს, მე უკვე ესა. წარგება ეს იგივე სახელმწიფო. აუცილებლად. თუ გინდა უკეთესი იყოს, მას შეიძლება მიმდინარეობდეს. ამით ჩვენს ძველ პატრიარქსაც, მის უწმინდესობასაც, თქვენს პირადად მეუფებთ და სხვას და უამრავი წარმატებული და ძალიან ნიჭიერი ეკლესიის საზოგადოებაც უნდა იყოს. მაგრამ გამორიცხოთ, რომ იქაც არიან ისეთები, რომლებიც შემთხვევით მოხვდნენ იქ, ერთ იდეას გაღადებენ და მეორე საქმეს აკეთებენ და ხდება და ერთის გულისთვის მთელი ეკლესიის დასვლა უნდა ხდებოდეს და დისკრედიტაცია. აი სწორედაც რომ ჩვენ ჯანსაღმსჯელობას მოახერხებთ ამ ცალკეულ მომენტებზე და ცალკეულ პიროვნებებზე, ამით ავარიდებთ დისკრედიტაციას მთლიანად ჩვენს მართლმადიდებელ ეკლესიას და ეს არის მხოლოდ ჩემი სურვილი, რომ მას ვისაც გვიყვარს, ვისაც მოგწონს, ვინც თვლით, რომ ჩვენ ამ საზოგადოების წევრები ვართ, ჩვენ გვიყვარს ჩვენი კულტურა, გვიყვარს ჩვენი რელიგია, ჩვენი რწმენა, ჩვენ მასზე მსჯელობა არ უნდა მოგვერიდოს და ბატონ არჩილმა ახსენა, რომ ხშირ შემთხვევაში სასულიერო პირს ადამიანათაც არ აღიქვამენ და ეს ჩვენ ცხოვრებაში ხშირად ხდება. გაიდეალიზებულია ცოტა საზოგადოებაში. ეს კარგად არ ემსახურება. არა, ეს არ არის კარგი სამსახური თვითონ ეკლესიის. ეს იდეალურად სურთ რომ წარმოიდგინონ და მეორე მხრივ თქვათ, აი ეს ნაწილი ფიქრობს, რომ ეს არის თქვათ, თუ ეკლესია მონასტრებში სასულიერო პირები ცხოვრობენ, საქმიანობენ, ლოცვას აღავლენენ, ულიან იმ გარემოს წარმოედგენენ ესე, რომ ეს არის კულტურული გარემოს განუყოფელი ნაწილი და როგორც ექსპონატი შეიძლება სასულიერო პირი, რომელსაც შესამოსელი აცვია, სურათიც გადაუღონ, როდის უნდათ, როცა მოუნდებათ და ეს დამოკიდებულება უკვე არასწორ აღქმას დღევანდელობაში ავრცელებს საზოგადოებაში, რომ თითქოს ჩვენ მხოლოდ რაღაცა შეზღუდული ვალდებულება აღგვინებს და მხოლოდ მნებს ამ დროს თქოს არ შეიძლება რომ შეცდეს სასულიერო პირი, იმიტომ რომ უბრალოდ არ აძლევენ უფლებას რომ შეცდეს. არ აძლევენ უფლებას რომ შეცდომა დაუშვას, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ეს ყოველთვის იდეალიზირებულია. ჩემ თავზე ვამბობ, მხოლოდ არ ვარცობ ამას. ვცდებით, მაგრამ ღვთისშეწენით გვაგზავნა რომ აღიაროთ, რომ ვცდებით. გადაცემის მეორე ნაწილში ჩვენ ასევე გავაგრძელებთ ამ თემაზე საუბარს, ახლა კი მცირე ხნით რეკლამაზე გავიდეთ. ბრუნდებით სტუდიაში, ჩვენ წეგან ახსენებდით კომუნისტების პერიოდს, ძიმე პერიოდს. დამოკიდებულების აღდგენის შემდეგ ეკლესიამ განსაკუთრებული როლი იტვირთა საქართველოს ცხოვრებაში. ერთი მხრივ ეკლესიამ ითავა 90-იანი წლების დეპრესიიდან საზოგადოების გამოყვანა, მეორე მხრივ მათ შორის მატერიალურადაც ხშირად წაახალისებდა ხოლმე მოქალაქეებს. იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ეკლესია უფრო შრომის რეჟიმში იყო გამოსული, ასე ვთქვათ. საზოგადოებამ განსაკუთრებულად დაიწყო ეკლესიისკენ ტოლვა და მათ შორის ალბათ თქვენ ყველაზე კარგად იცით, თქმის ყოველ სოფელში ეთხოვდნენ თქვათ როგორც ტაძრის აშენებას, ასევე სასულიერო პირებს, ამიტომ სასულიერო პირებზე ძალიან დიდი მოთხოვნა წამოვიდა, ასე ვთქვათ, საზოგადოებისგან. რამდენად მზად დახვდა ეკლესია ამას და სასულიერო პირების კვალიფიკაცია, რომლებიც ასე ვთქვათ, ამ მომატებულ მოთხოვნას ასე ვთქვათ, უკავშირდებოდა, რამდენად უმკლავდებოდა აი იმას, რასაც სასულიერო პირი უნდა წარმოადგენდეს. 90-იანი წლების მძიმე პერიოდიდან ერის ხალხის გამოყვანის ამ უმძიმეს საქმეში ეკლესიას ნამდვილად განსაკუთრებულად დიდი წვლილი აქვს. იმიტომ რომ შეიძლება ითქვას, მაშინ ხშირ შემთხვევაში თქვათ ახლო წარსულშიც სტაბილურობის განცდას მხოლოდ ეკლესია ამჟღავნებდა და შეიძლება ითქვას, აი გადასცემდა ყველა ადამიანს. რა თქმა უნდა, არ იყო ეს ადვილი პერიოდი, საზოგადოებას რა მოთხოვნა, მისწრაფება, სულისკვეთებაც ჰქონდათ, როგორც ჩვენ ამ საზოგადოების წევრები, მოქალაქენი, ჩვენც რა თქმა უნდა, აი ამ შეიძლება ითქვას შიდა პოლიტიკური რყევების თანამონაწილენი ვიყავით, უყურებით და თქვათ მეტნაკლებად ეს ჩვენს გვეხებოდა.
ამიტომ აუცილებლობა რომ ჩვენი ერი ყოფილიყო უფრო მეტად განსწავლული საეკლესიო წესჩვეულებებში, რა თქმა უნდა, ბადებდა აუცილებლობას იმისას, რომ ეკლესიას ეზრუნო თავის კადრების აღზრდაზე. და ამიტომაც საპატრიარქოს ინიციატივით ამ პერიოდიდან მოყოლებული და მანამდეც ფრაგმენტულად დაიწყო სასულიერო სასწავლებლების და საეკლესიო სკოლების დაფუძნება. და აი ამ თქვათ საგანმანათლებლო კუთხით, რადგან ეკლესიის უპირველესი საქმიანობა ოდითგან იყო მწიგნობრობა და განათლება, საპატრიარქო თანმიმდევრულად დგავდა ნაბიჯებს. რა თქმა უნდა, საკადრო პოლიტიკაში თუ შეიძლება ესე ითქვას, შეცდომები შეიძლება გაგვეპაროს, ჩვენთანაც იყოს ეს შეცდომები, თქვათ ყველა ისეთი თანაც როცა ჩქარობდა ძალიან ბევრი ეკლესია შენდებოდა და ძალიან ახალი, როდესაც ყველას უჩნდება კითხვები, თან საზოგადოება არც თუ ისე განსწავლულია და შეიძლება თქვათ რაღაცა ისეთი კითხვა დაუსვას ეკლესიას, რომელიც საერთოდ საეკლესიო ტრადიციასთან არაფერ საერთოს არ პოულობს, მაგრამ კომუნისტური ესეთი თქვათ იდეოლოგიის დროს უფრო მკითხავებისა და ასე თქვათ ცრუ წარმოდგენების ნაყოფი შეიძლება ყოფილიყო. ამაზე რა თქმა უნდა ეკლესიას პასუხი ჰქონდა და აუცილებლობაც იდგა, რომ სასულიერო პირთა დასიკრებული ყოფილიყო იმ რაოდენობის, რომ მოთხოვნა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საეკლესიო თქვათ ცოდნის ამაღლების კუთხით რომ ყოფილიყო მეტნაკლებად კარგ დონეზე. რა თქმა უნდა შეცდომები საკადროში ხდებოდა, შეიძლება ეხლაც მოხდეს და მომავალშიც. ამისაგან როგორც ადამიანები არ ვართ თქვათ დაზღვევონი, იმიტომ რომ ადამიანები ვარ და ყველა ვცდებით. ის კი არა ვინც არის მორწმუნე და თქვენც ალბათ ბევრჯერ წაგიკითხეთ დილის სულსავში რომ უშეცდომო მხოლოდ ღმერთია და ადამიანში არ მოინახება ადამიანი თვით იმათ შორისაც კი ვინც ცხონდა რომ არ შემცდარიყოს. ამიტომ ეს შეცდომა არ არის ისეთი რომელიც თქვათ არ გამოსწორდება, არ განახლდება და განახლება ეკლესიაში მიღებულია, განახლება იწყება შეცდომის აღიარებით, ანუ სინანულით. როდესაც ეს არის ღვთისგან ბოძებული უდიდესი კურნება წამალი, რომ შეცდომაზე თქვა, რომ შევცდი, აღიარო, მოინანიო და ეცადო, რომ ის მეორე სხვა კუთხით წაიყვანო. ამიტომ ეს გაზრდილი სასულიერო პირების თქვათ შეცდომები, რომელზედაც დღეს დაუსრულებლად შეიძლება ელაპარაკონ. ის კი არა, მე მგონი კომუნისტური იდეოლოგიის ნაყოფი იყო, არავის არ ენახა, მაგრამ ყოველთვის ამაზე ლაპარაკობდნენ მარხვაში მღვდელი როგორ ჭამს მოხარშულ დედალს. არავის არ უნახია, მაგრამ ეს იდეოლოგიური ფანდი იყო, რომელიც დღესაც ცოცხლობს. შეიძლება ვიღაცა მართლაც შეცდა. შეიძლება ერთი გამონაკლისი იყო ამორი და ამით ამახინჯებდნენ მთლიანობას. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საერთოდ ჯამში ქრისტეს ეკლესია, რომელიც არის საქართველოში, ანუ მართლმადიდებელი ეკლესია არის არა მართებული, არა ჭეშმარიტი. ეკლესია როგორც თავისი მსახურების უმაღლეს ფორმად აცხადებს, თუ გავიხსენებთ ძველ საეკლესიო მწერლობას, აგეოგრაფიას, ჩვენი ცხოვრება და მოქალაქეობა ორ სივრცეს ეკუთვნის, მიწას და ზეცას. ეკლესია არის შემაკავშირებელი ხიდი. ამის გარეშე მიწა ზეცასთან ვერ გაერთიანდება. ამიტომ შეცდომას უშვებთ, ვაღიარებთ, როცა ვწდებით, მაგრამ მიზანი ჩვენი შეცდომა არა, მიზანი ჩვენი მართლაც სიარული. აი, თქვენ ახსენეთ მოქალაქე ზეცისა და მოქალაქე მიწისა. ხდება ისიც, რომ მოქალაქეობრივ უფლებებს ართმევენ სასულიერო პირებს, რომ არ გამოთქვა საკუთარი მოსაზრებები საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებზე და ზოგჯერ ამას პოლიტიკაში ჩართვას უწოდებენ და მეორე მხრივ არსებობს შეხედულება, რომ სასულიერო პირი, თქვა, არ შეიძლება დაჯარიმდეს, რომ მას სამოქალაქო პასუხისმგებლობა არ გააჩნია. რაში გვიძლიათ ამ? მე ვთქვით, ამის ყველაზე ნათელი მაგალითი თავად პატრიარქის მოღვაწეობა არის, მისი ეპისტოლეები, არც ერთი ეპისტოლე არ არის, რომელიც დაცლილი იყოს მოქალაქეობრივი გრძნობისა და ვალდებულება პასუხისმგებლობისაგან და მხოლოდ საფრთხოზე ლაპარაკობდეს. პატრიარქის ეპისტოლეები და ნებისმიერი მიმართვა წერილი ამ ორივე პოზიციას სისავსით ატარებს. პატრიარქი შეიძლება ითქვას არის ცხოვრებით ამ ქვეყნის მკვიდრი და წევრი და მოქალაქეობით ზეცისა მკვიდრი. დიდი მადლობა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა. სანამ გადავიდოდეთ, მაინც მინდა რომ ამ თემიდან გასვლა საპირებ უკვე, ხო? კარგი იქნება თუ გავიხსენებთ სხვა კონფესიებს საქართველოში, რამე თუ
ისინი იმსახურებენ და მე ჩვენ ვიმსახურებთ თვითონ, ჩვენ რომ საქართველოს არის ჩემი აზრით იდეალური მაგალითი ტოლერანტობის. და მეედანზე თუ გახვალთ, იქ ნახავთ გვერდიგვერდ მეჩეთს, ნახავთ ქრისტიანულს, ნახავთ კათოლიკურს, ნახავთ სომხურს და ნახავთ რა თქმა უნდა სინაგოგას იუდაი. შესაბამისად ჩვენ საოცრად დიდ პატივს ვსევთ ჩვენს მართლმადიდებელს, ჩვენ ყველანი მართლმადიდებლები გახლავართ დღევანდელ გადაცემაში და შეგვიძლია მას ხაზი გაუსვათ და უმრავლესობაც და რა თქმა უნდა ჩვენი ისტორიაც ძირითადად მასია დაფუძნებული. ჩვენ ძალიან გვიყვარს და სწორედ ვინც კარგად აფასებს თავისას, ის შესაძლოა პატივს სცემს განსხვავებულს და ჩვენ ეს გაგვაჩნია ისტორიულად, ჩვენ გენეტიკურად ვიცით და გენეტიკურ ცოდნაში გვიდევს ეს ყველაფერი, რაც ძალიან საამაყოა, რომ საქართველოში არ არსებობს ამ მხრივ არავითარი დისკრედიტაცია. თუ ამას ხელოვნურად ვინმე არ ააგორებს ის იმ ტიპის ხალხი, ვინც ცდილობს მართლმადიდებლური ეკლესიის დისკრედიტაციას, ის საერთოდ ცდილობს ერის დისკრედიტაციას და ამ ნაწილშიც რომ თითქოს ჩვენ შეუწყნარებლები ვართ სხვა რელიგიების მიმართ, რა თქმა უნდა ეს არის მცდარი და ხელოვნურად გაღვივებული, ყველაზე კარგი სამტკიცე ამის ჩვენი ისტორია გახლავთ, ვითაც ჩვენ უნდა ვიამაყოთ და კიდევ გამიმეორებ, რომ ჩვენ ძალიან ვერ უნდა ვისწავლოთ ევროპელებისგან და გვაქვს ეს განცდა კიდეც, მაგრამ რაც შეეხება რელიგიურ შემწყნარებლობას და სხვა ტიპის ტოლერანტობას, შეიძლება ევროპამაც ჩვენგან ძალიან კარგი მაგალითები აიღოთ. ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვსევთ ყველა განსხვავებულ რელიგიას და სხვა ტიპის დედაქალაქია ჩვენ. და ყველა მოქალაქე ჩვენს თავისუფლად შეუძლია ნებისმიერი მე თვითონ საკმაოდ დიდი ხანი ცხოვრობდი ფაჭალაში, ზუსტად მაგობნებში და უნდა გითხრათ, რომ ცხოვრების წესის და ტრადიციაც განაპირობებდა ამას. ერთმანეთის პატივისცემა, სხვადასხვა რელიგიის ზუსტად რომ ცხოვრების წესი გახდა. ცხოვრების წესი გახდა და ის ხალხიც ბევრი, ვინც საკმაოდ ცნობილი ადამიანები არიან თბილისში დაბადებული და ჩამოყალიბებული, შემდეგაც ამას დაანტკბილად იხსენებენ უკვე თავის მოღვაწეობაში და იმაში. ესეც ისტორიული ფაქტია. ერთ ეზოში როგორც ცხოვრობდნენ იზრაელზე ტრადიცია თბილისს ნამდვილად ჰქონდა, ნამდვილად აქ და რა ვიცი, ბევრისთვის შეიძლება იქით იყოს სამაგალითო. ბატონო, შესაშველი ტრადიცია გვაქვს. სასწავლო თუგნებად ევროპელებმა აიღონ ჩვენგან. სასწავლობენ თეორიულად და დღეს ცდილობენ ხალხს ჩაახედონ და გააგებინონ რომ ესე უნდა იყოს ჩვენ ეს თუგნება ეს რეალობაში ხდება დღესაც საუკუნეებით ჩვენ ცხოვრობთ და ბუნებრივია ნებისმიერი რელიგიის მიმდევარი ადამიანი ჩვენი საზოგადოების სრულფასოვანი წევრია, ის არის ისეთი წევრი როგორც ნებისმიერი ჩვენგანი, ეს არის ჩვენი საზოგადოების ბუნებრივი მდგომარეობა, ჩვენი კულტურის ნაწილი. კულტურის ნაწილზე შემიძლია და ასე ვთქვათ, საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან ნაწილებზე მინდა გადავიდეთ ახლა. ჩვენ თანაინვესტირების ფონდი გრანდიოზულ პროექტს პანორამა თბილის განახორციელებს. პროექტის ფარგლებში ქალაქის ცენტრალური და ისტორიული უბნები დაუკავშირდება გამწვანებულ შემოგარენ საბაგირო გზითა და დახრილი ლიფტებით. საუბარია სოლოლაკის მაღლობზე, ეგრეთ წოდებული სოლოლაკის ბაღებზე, თავისუფლების მოედანზე და ერეკლე მეორეს მოედანზე. პანორამა თბილისის მრავალფუნქციური კომპლექსების საშუალებით თბილისში შესაძლებელი გახდება მასშტაბური საერთაშორისო კონფერენციების ორგანიზება და მასპინძლობა, რაც დედაქალაქს რეგიონში უფრო დიდ მნიშვნელობასა და დატვირთვას შესცეს. არსებული ინფორმაციით პროექტის ღირებულება $500 მილიონი. 2014 წლის 25 მარტს თანაინვესტირების ფონდმა საზოგადოებას კონცეფცია წარუდგინა. პირობითი სახელწოდებით პანორამა თბილისი. კონცეფცია ერეკლე მეორეს მოედანზე მდებარე ქარვასლის რეაბილიტაციას. თავისუფლების მოედანზეც ეკავშირის შენობის ადგილას 7 ვარსკვლავიანი სასტუმროს და სოლოლაკის ქედზე მრავალფუნქციური კომპლექსის აშენებას ითვალისწინებს. საქართველოში ყველაზე დიდი 1000 კაციანი საკონფერენციო დარბაზი. მაღალი კლასის სასტუმროს ნომრები, მიწისქვეშა ავტოსადგომები, სავაჭრო ფართები, პლანეტარიუმი, აკვარიუმი, ჩოგბურთის კორტები, კალათბურთისა და ფეხბურთის დარბაზები, ღია და დახურული საცურაო აუზები, კაფე-ბარები და რესტორნები. ეს იმ სივრცეების არასრული ჩამონათვალია, რომლის მოწყობასაც პანორამა თბილისის პროექტი ითვალისწინებს. დედაქალაქს დაემატება საგანმანათლებლო და ტურისტული ადგილები, აკვარიუმი და პლანეტარიუმი, სპა და სპორტული ცენტრი, ბუნებაში სასეირნო ბილიკები და კვების ობიექტები. ამ ყველაფრით სარგებლობას კი ნებისმიერი მსურველი შეძლებს. თავისუფლების მოედნიდან საბაგირო გზით ნებისმიერი მსურველი 3 წუთში ხელუხლებელ ბუნებაში აღმოჩნდება. გარდა პანორამა თბილისისა, თანაინვესტირების ფონდი ურეკში ამ სასტუმრო კომპლექსს აშენებს, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება.
ბრუნდებით სტუდიაში, ბატონო დიმიტრი, პირველ რიგში მინდა ვისაუბროთ, რას ნიშნავს პანორამა თბილისის პროექტი და რამაც მიიღებს ამით ქალაქი და ქვეყანა. პანორამა თბილისის განხილვისას, როგორც არქიტექტორების განხილვა შედგა, ისევე საპროექტო ჯგუფის საპროექტოში, მაშინ მივიღეთ სრული ინფორმაცია პანორამა თბილისის შესახებ. ჩვენთვის რამდენადაც მე ვიცი, ეს არის ძირითადად სასტუმრო კომპლექსების და მრავალფუნქციური კომპლექსების ერთობა. გარკვეულწილად ერთობა ესენი პირდაპირ არ არიან, ეს ტექნიკურად დაკავშირებული, მაგრამ მთლიანი კომპლექსი იქნება ერეკლეს მოედანზე, როგორც სიუჟეტიდანაც ჩანდა, პუშკინის სკვერში და ეგრეთ წოდებული სოლოლაკის ბაღებში. ანუ მაღლობ, სოლოლაკის მაღლობზე. სამივე კომპლექსი გარკვეულწილად ემსახურება ერთ მთავარი იდეა ამ პროექტში არის ის, რომ იქნება ძირითადად სასტუმროების ქსელი, რომლის დეფიციტიც ყველა ვიცით, რომ საქართველოში, თბილისში საკმაოდ მოთხოვნადია და არის. კომპლექსები შეადგენს სასტუმროებს თავისი ინფრასტრუქტურით, რომელიც გულისხმობს იგივე სოლოლაკის მაღლობზე განთავსებული შენობა, გულისხმობს სასტუმრო კომპლექსს, საკონფერენციო დარბაზებს, ასევე სარეკრეაციო სივრცეებს, ნაწილი არის გასართობი და დაასვენებელი ფუნქციით. სოლოლაკის მაღლობზე განთავსებული კომპლექსი ემიჯნება ლეხტვახევს. ძალიან საინტერესო, ეს არის უნიკალური გარემო, რომელიც ჩამოყალიბებულია ისტორიულად და მდებარეობს თბილისთან ძალიან ახლოს. ანუ ამ კომპლექსის შექმნით ამ გარემოს მოწესრიგება ხდება ყველასთვის მისაწვდომი სარეკრეაციო ზონა, სადაც შეუძლია თბილისელებს 15 წუთში ავიდნენ, დაისვენონ და თქვა დიახ, ფეხით არის საბაგიროდ შეიძლება ავიდე ელექტროდია მოწყობილი. რომ ცენტრალიზაციის ცენტრიდან მეტროპოლიტენამდე შეიძლება უკვე დაუკავშირო. ყველა კომფორტია იმისაც, რომ მიღწევადი გახდეს პროექტი. მე მხოლოდ არქიტექტურობას გავუსვევ, მაშინ რადგანაც მაინც საინტერესოა. ზუსტად განხილვის დროს არქიტექტორებთან განხილვის დროს იყო გამოთქმული რამდენიმე აზრი ამ კომპლექსის მშენებლობასთან და მოცულობით გადაწყვეტასთან დაკავშირებით. პირველი, რატო ეს ადგილი? თქვა, ჩდება კითხვა. იყო მოსაზრებები, რომ აშენდეს სხვაგან გადავიდეს, თქვა, არ ვიცი, ალაბარში, სხვაგან, სხვა ქალაქში, ასე შემდეგ. ზუსტად თავის აზრობრივად შექმნილია, როგორც დამპროექტებლებმა და იდეის ავტორებმა მოგვაწოდეს და ვეთანხმები ამას აბსოლუტურად, რომ ეს კომპლექსი შექმნილი არის ისტორიული ნაწილის გარეთ თბილისში და მისი ადგილი ზუსტად იქნება ხაზგასასმელი, საიდანაც ექნება საშუალებას იგივე სტუმრებს და ამსვენებლებს აღიქვან ის, რაც წარმოადგენს მათთვის ეს თბილისი და აჩვენო, ანუ თბილისის ყველა ის შესანიშნავი რელიეფით, შენობებით, რაც იქიდან ჩანს. მეორე თემა, ვთქვათ, შენობა პროექტება გარკვეულ ადგილზე და მის ესე გადატან-გადმოტანა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება და ეს არის მიზანშეუწონებელი. ალაბარში გაკეთდეს ცალკე შენობები ან სხვაგან და კი ბატონო, იქით ამ ხარეთ ვითარდება ჩვეულებრივად, როგორც ქალაქის სხვა ნაწილები. ეს თავისთავად ცხადია. განთავსება ამ კომპლექსის ამ ადგილზე თავისთავად იყო დიდი ეჭვი, ქმნიდა პრობლემას სატრანსპორტო ქსელთან მიმართებაში, რომელიც კოჯრის გზას წარმოადგენს. კოჯრის გზა დღესაც დატვირთვას, კი, ეს დღესაც პრობლემატურია, გარკვეულწილად ძირითადად პრობლემა იქნება სოლოლაკში, სადაც ჩამოდის ტრანსპორტი და მე ვიწრო ქუჩებში უჭერს სიარული. ამისთვის გასათემის ქუჩა იჭერდება. დიახ, იჭერდება, იქ მოსახლეობები არის და ამიტომ როგორც ექსპერტებმა გვაცნობეს, ჩვენ ვინც მუშაობდნენ ამ პროექტზე, როგორც ქალაქგეგმარებლები, ქალაქ შესთავაზეს თავის დროზეც უკვე ეს პროექტი მზად არის და მე მგონი ქალაქის ხელმძღვანელობა ამ პროექტის განხორციელებას აპირებს. ეს არის ალტერნატიული გზები, რომელიც კეთდება კოჯრიდან და წავკესიდან ნაკადების გასატვირთად. უნდა გითხრათ, რომ იქ ორი სიტყვით შევეხები უბრალოდ ამას, რადგან ეს საექსპერტო მონაცემებში არის ყველაფერი მოყვანილი. დღესდღეობით გაცემული ნაკვეთების რაოდენობა ამ მიმართულებით კოჯრისკენ და წავკისისკენ დღეს რო განხორციელდეს ეს ყველაფერი, რაც არის თუნდაც იმ ფარგლებში, რაც არის იქ ზონები დღეს, ანუ ინდივიდუალური განაშენებაც რო გაკეთეს, ეს არის დაახლოებით, როგორც ექსპერტები გვეუბნებიან, ბათუმის ხელა ქალაქის რაოდენობა მოსახლეობის. 2 მილიონი კვადრატკილომეტრი შეიძლება აშენდეს. ეს არის ლაპარაკი იმაზე, რაც უკვე ნაკვეთები გაცემულია და რაც საკუთრებაშია ამ ხალხს. ანუ ყველა შემთხვევაში იქ როცა და ინტენსიურად ვითარდება, ყველა ხედავს, ყველა მოქალაქე რო ეს მიმართულება ვითარდება ინტენსიურად, ხალხს გაუცდა შესაძლებლობა და აშენებენ ნაგარაკებს, ქალაქგარეთ ცხოვრება ურჩევნია ბერს და საერთოდ გადიან. ამიტომ ეს მიმართულება ასეც და ისეც პანორამას, თქვა, სასტუმროს აშენებით იქ ეს მიმართულება ვერც იმ დატვირთვას გადააჭარბებს, რაც არსებობს თავისთავად და დიდად პრობლემას არ შექმნის. თავისთავად პრობლემა არსებობს. რაზეც ქალაქი ზრუნავს, მე რამდენადაც ვიცი და იქიდან კეთდება ეს გზები გასატვირთად ამის ყველაფრის. ეს ერთი მხარე, რომელიც ამ ტრანსპორტზე იყო საუბარი. მეორე მხარე, რაც ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო პროექტის გაცნობის დროს და უნდა გითხრათ, რომ აღიარეს არქიტექტორებმაც, რომ თავისთავად არქიტექტურულ პრაქტიკაში არსებობს ესეთი მაგალითები, როდესაც ხდება ფერდობზე და რელიეფზე განაშენიანება.
საკმაოდ საინტერესოა ეს პრეცედენტები, რაც არსებობს და მე ვთვლი, რომ ამ შემთხვევაში პროექტის ავტორებმა და იდეის ავტორებმა საკმაოდ კარგად გამოიყენეს არქიტექტურული ხერხები, რომ ეს შენობა არის შეფენილი ამ ფერდობზე და ხაზს უსმევს ამ მაღლობს და არ ხდება ამ ფერდობის იგნორირება, არამედ პირიქით ხდება ხაზგასმა. ხაზგასმა ხდება და დაბალანსება ხდება. თუ იმასაც გავიხსენოთ, რომ ძველი თბილისი ბანიანი სახლებით იყო განაშენიანებული, ეს რეპლიკასაც შეიძლება აღიქვას. კი. რამდენადაც მახსოვს მე მგონი სწორად, სამცხეში ტერასებად იყოფებოდა ასეთი ფერდობები და ეს ტერასები ზოგადად ქართულ კულტურისთვისაც ნაცნობი უნდა იყოს. ნუ იცით რა, არ ვიცი ხო რამდენად თქვა არქიტექტურულად სწორი შედარება იქნება, მაგრამ რეალურად ეს ტერასები არ არის მარტო თქვა აიუნები და სასეირნო ადგილი. ამ ტერასებზე ხდება საკმაოდ რთული ტექნოლოგიით გამწვანება და განაშენიანება. აქ არ არის ბუჩქებზე ლაპარაკი და ყვავილებზე მარტო. აქ არის საკმაოდ სრულფასოვან ხენ-არგავებზე, რომელიც ასევე, არ ვიცი, შენებლობის პროცესშივე დაირიგება 3 და 4 მეტრიანი ხეები. ეს არის ამაზე გარკვეული რომელიც გაიზრდება 7-8 მეტრო და 10 მეტრო. ამაზე გარკვეული დიდი გამოცდილების კომპანია მუშაობს, როგორც მოგვახსენეთ. ეკოლოგიური თვალსაზრისით ეს მნიშვნელოვანი. შენებლობას ვერ ნახავთ თბილისში, რომელიც ეკოლოგიას არ აუარესებს. აქ ირგვება გაცილებით მეტი ვიდრე ვთქვათ, ნადმორდება. 30000 ხე ირგვება 3 და 4 მეტრიანი და შენებლობის პროცესშივე ამოჯობესებს ეკოლოგიურ გარემოს. ერთი ის მინდა კიდე აღნიშნოთ, მინდა ჩემი არქიტექტურული თემიდან მოსაზრება, რომ უნდა გითხრათ, რომ ამ პროექტს მოყვა გარკვეული ინტერესი საზოგადოების და ალბათ პრეცედენტი, რომელიც დიდი ხანი არ ქონია არქიტექტურულ საზოგადოებას, ეს ზუსტად ამ პროექტზე განხორციელდა, რაც მე მგონი მისაბაძია სხვა დიდი ობიექტების განხილვა. ერთი წელზე მეტია განხილვა. ხო, ეს ერთ ჯგუფთან არ მოხდა განხილვა. განხილვა საკმაოდ ბევრი იყო, 100 ჯერ მოხდა განხილვა მე ხო, საკმაოდ ბევრი და უნდა გითხრათ, განხილვას აზრი აქვს ხოლმე, რა თქმა უნდა, ხა შეიძლება ხალხმა იფიქროს, რომ განიხილე და მე რა. ამ განხილვის შედეგად მოხდა ზუსტად ის იმ რჩევების გათვალისწინება ამ პროექტში, რაც მიაჩნდა საზოგადოების ესე ვთქვათ იმ პროფესიულ ნაწილს, რაც აუცილებელი იყო. ანუ აქ მოხდა ძალიან საინტერესო რამე. ხშირად ინვესტორები რო პროექტს აკეთებენ, საკმაოდ ეს არის მე მინდა ამხელა და მე მირჩენია, რაც მეტი იქნება, ინვესტორს მომგებიანია. მაგრამ ყოველთვის ეს ქალაქს და მის არქიტექტურულ წყობას არ აკმაყოფილებს. ამ შემთხვევაშიც მოხდა ზუსტად იმ ოქროს შუალედის გამოძებნა, რაც შესაძლებელია ქალაქისთვისაც მისაღები იყოს, როგორც თავისი სტრუქტურული ფუნქციის წყობიდან, ასევე თქვათ ინვესტორებთვისაც. თუმცა უნდა გითხრათ, რომ როგორც გვეუბნებიან ფონდის წარმომადგენლები, რა თქმა უნდა, ინვესტორი ცოტა ძიმე პირობებში ჩავარდა, რადგანაც იქ საკმაოდ მოიკლო მოცულობამ და მაგრამ ნუ საუბრობ იმაზეც, რომ კომერციულად ინვესტორისთვის ეს ნაკლებად უნგებელი პროექტია და ასეთი მეტაფორაც გავიგონე, რომ თბილისის საჩუქარიც უწოდეს ამას. თბილისთან დაკავშირებული საჩუქარი არის რამდენად მე ეგეთი ხალხი ალბათ ძალიან უმცირესობაშია. ისეთი იდეოლოგია მუშაობს და ისეთი დაგნინება მიდის ამ პროექტის, რომ ალბათ მასეთი ხმას ვერავინ ვერ გაიგონებდა. შენსაც გაიგონე, არ გამიგინე. მე დავალცელობები მიდის მეორე მხრივ პრინციპში, ძალიან მძიმე. რენტაბილობის მხრივ, რა თქმა უნდა. მომგებიანობის მხრივ, ის რაც თქვენ თქვით და მე შემიძლია ხაზი გაუსვა, რა თქმა უნდა, ეს დათვირთვა ჩემს საკუთარ თავზე მოვირგე. რამე თუ აქ ბევრი გავასახლეთ, ბარაკები იყო, 2-3 სართულიანი და 20 სართულიანი ბარაკებიც იყო იგივე ადგილზე, სადაც ახლა ეს ბაღები შენდება. ქალაქის პასი გადავიხადეთ უფრო ძვირიც კვადრატულ მეტროში და რა თქმა უნდა, ის ექსკლუზივი რაც კეთდება, ის რომ 1 და 2 სართულიანი სახლები შენდება ამ დროს. რამდენი ხე ირგვება. და ამდენი ეს ექსკლუზივად შეიძლება ჩაითვალოს, რა თქმა უნდა, პროექტის რენტაბილობა ძალიან ეჭვქვეშ აყენებს, მაგრამ მე ამ ექსკლუზივებს, თქვათ, თანაინვესტირების ფონდის სხვა წევრებთან ჩემ თავზე ვღებულობ, მას ვისაც სურვილი აქვს ამ შემოვიდეს, თქვათ, და წევრებიდან, ვინც ფონდის წევრები არიან, დამფინანსებლები, ინვესტორები, 6 მილიარდში რაც შედის და ეს ექსკლუზივი, რა თქმა უნდა, პირად ხარჯებზე გადამაქვს. რასაც რამე თუ ეს ლიფტები, საბაგირო, ეს ყველა ექსკლუზივი შეიძლება ძალიან საჭირო გახადოს, შეიძლება კი არა ძალიან რთულია, რომ რენტაბილობაზე იყოს საუბარი. სწორედ ის, რომ მიწა ძვირია და 1 და 2 სართულიანს აშენებ, რომ პრაქტიკულად დავარცხნილი ქედი მივიღეთ ჩვენ. იქვე გვერდით 10 მეტროში 4 სართულიანი სახლები აშენებული. თუ მიაქციეთ ყურადღება, ისინიც ჭრიან რელიეფს. იმის იქით რელიეფი არ ჩანს თბილისთან, რომ გახედავთ, ხედავთ ხოლმე ამ 20 სართულიან სახლებს. ესეც კი, რაც ნორმებშია, ახლოსაც ვენვია პროექტთან ამ მიმართულებით. ეს პროექტმა გაასწორა ქედი, თავს გადაჭრილი რაც იყო იქ რაღაც სოფელი რომ აშენდა და ქედი მოჭრეს და მრავალწლიანი ხეები გაჩეხეს და გადაჭრეს კიდეც, ესეც ზომაში მოდის, მე თუ მკითხავ პირიქით კარგად გამოიკვეთება და ივარცხნება და ძალიან ვცდილობდით, რომ თბილისისთვის საინტერესო ყოფილიყო და ტურიზმისთვის
საინტერესო ყოფილიყო და არა ის რომ ვიღაცა სახირება აქვს და ფულის კეთებაზე არ მიმართული ძირითადად ეს პროექტი. იქ საკმაოდ ქაოტური განაშენიანება მიმდინარეობდა, რამდენადაც მე მახსოვდა საკმაოდ მოთხოვნადი ადგილი იყო ეს მანამდე. იყო რაღაც გაცემული ნაკვეთების მიხედვით ყველა სხვადასხვა ტიპის და ღირებულების სახლები შენდებოდა. მე ვთვლი რომ მინდა ვთქვა გეგმარებით თვალსაზრისით და არქიტექტურული თვალსაზრისით, თუნდაც ერთნაირად გააზრებული კომპლექსის შექმნა, რომელიც ხაზს გაუსმენს ისევე იმ რელიეფს, ალბათ უფრო მიზანშეწონილი იქნება. თუ შეიძლება უბრალოდ რადგანაც ამასო დავასრულებ, საზოგადოების რეაქცია ხშირად სხვა შემთხვევებში შევხედრივართ ამას ხოლმე პროექტირების დროს. საერთოდ საზოგადოებას ახასიათებს ცოტა კონსერვატული მიდგომა ამ თემის მიმართ ხოლმე, რადგანაც საზოგადოებას ეს ერთნიშნულოვნად არ ეგუება რაღაც ახალი სტრუქტურის გაჩენას ქალაქში ხოლმე. ეს ადამიანებს აქვთ ამისგან ზოგადად დისკომფორტი და ზოგჯერ ზუსტად ეს არის მათი ქვეცნობიერი რეაქცია რაღაც ახლის მშენებლობაზე. თუმცა არის ერთი რამე, რომ ქალაქი თავისთავად არის ცოცხალი ორგანიზმი, ეს ყველთვის ცნობილია. ქალაქი ვითარდება, ქალაქის განვითარებას ვერ აჩერებს ვერავინ, ვერც ერთი წყობა, ვერც ერთი პარტია, ვერც ერთი ძალა. ეს მოთხოვნაა ხალხის, გაიმჯობეს პირობები, შექმნან ახალი და განვითარდეს ქალაქი. ამიტომ ეს გარდაუვალი პროცესია. სწორად მახსოვს ფილარმონიის აშენებასაც თავის დროს გარკვეული ხერხული მოყვა, ანუ იმ შეერთებასთან ჩვენ ვამაყობთ. ბევრ ობიექტებს მოყვა, ხო აი მე ზოგადად განზოგადებით არ მინდა გავამართლო ეს პროექტი. მე ამ თემაზე ხალხი მაინც აშენებს, მე სხვა დატვირთვა მინდა მივიცე და მე თვითონაც ვიტყვით სანამ ბატონიც რა თქვა მძანეთ რომ ძალიან ცოტა ასე ვთქვათ ასეთი დადებითი შეფასებით ცოტა გადმოდის, ამის შესახებ მინდა ცალკე ვისაუბროთ, მაგრამ მე ვფიქრობ თქვენ როგორც მე ვიცი, ბრძანდებით საერო განათლებით არქიტექტორი და ამჟამად ბრძანდებით საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების რესტავრაციისა და ხელოვნების სამჭოს ხელმძღვანელი. თქვენ როგორ შეაფასებთ ამ პროექტის საჭიროებასა და მის პერსპექტივებს? როდესაც ამ პროექტის გარშემო იყო ძალიან დიდი მithმა-მოთქმა, ჩვენ საბჭოს წევრებმა გადაწყვიტეთ, რომ მოგვეწია სპეციალისტთა ჯგუფი, რომელთაგანაც უფრო დაწვრილებით მოვისმენდით რეალურად ამ პროექტის შინაარსის თაობაზე. რადგანაც საზოგადოებაში არაერთგვაროვანი აზრი იყო, ხშირ შემთხვევაში ლაპარაკობდნენ არა პროფესიონალები, არა სპეციალისტები. თქვათ, იქ არგუმენტაცია ეყრდნობოდა ბევრ შემთხვევაში და ბევრი თქვათ ადამიანის მხრიდან მხოლოდ აი ესეთ ემოციურ თქვათ ფაქტორებს და იქ პროფესიული თქვათ ნაწილი იყო უფრო შედარებით სუსტად წარმოდგენილი. რადგან ჩვენ გვაინტერესებდა როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეებს საპატრიარქოს ამ საბჭოს წევრებს პროექტის გარშემო მიმდებარე თქვათ ამბები, ვთხოვეთ სპეციალისტებს და მოიწვიეთ ჩვენთან სპეციალისტები, რომლებმაც დაგვეხასიათეს აი ამ შეხვედრებზე ისინიც მონაწილეობდნენ და ჩვენთვის სურათი გახდა ნამდვილად თვალნათელი აშკარა, რომ აი კოჯრის მიმართულებით როგორც ბატონო დიმიტრი მბრძანა ლამის ბათუმისოდან ქალაქი უამისოდაც უნდა აშენდეს, ანუ პრობლემა ქალაქს სატრანსპორტო კვანძის კუთხით უდგას და წინსწრებად თუ კი ეს დიდი პროექტი დაამუშავებს ამას, ეს არის დედაქალაქისათვის ძალიან მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, საპატრიარქოს საბჭოს წევრები ყველა ერთგვაროვნად არ აღიქვავს ამ პროექტს, მაგრამ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ აი ეს იდეა, რომ დედაქალაქმა, საქართველოს დედაქალაქმა უნდა წარადგინოს ამიერკავკასიაში და ზოგადად მთელს მსოფლიოში თავი ისე რომ არის ძირძველი კულტურის ქვეყანა და არის უაღრესად თანამედროვე, მას ზუსტადაც სჭირდება მსგავსი პროექტები. ჩვენ არ საუბრობთ ფორმაზე. ეს არქიტექტორებმა, სპეციალისტებმა უნდა ისაუბრონ. იდეა სავსებით მისაღებია როგორც დედაქალაქის მცხოვრებისათვის, იმიტომ რომ დედაქალაქს უნდა ჰქონდეს ის ღირსება, რომ მე დედაქალაქში ვცხოვრობ, ეს უნდა იყოს აუცილებელი. რაც შეეხება თვითონ იმ გარემოს, თუ რატომ უნდა იყოს ძველი ქალაქის სიახლოვეს. იმიტომ რომ ჩემი ღირსება არის ძველი ქალაქი და მგონია რომ სპეციალისტები იმსჯელებენ და ძველის დაზოგვით, მისი გამაგრებით, როგორც ფონი ახალი შენობისათვის რომ წარმოჩნდეს და ეს ახალი როგორც დღევანდელობა, რეალობა აქ მცხოვრები ადამიანების ძალიან, ასე ვთქვათ, თანამედროვეობას გავუსვევს ხალხს, რომ ძველს ვინარჩუნებთ და ახალს ზურგს არ ვაქცევთ. ეს დედაქალაქის, ასე ვთქვათ, შეიძლება ითქვას, მოცემულობა არის, რასაც ეს პროექტი
გაართმევს თავს და ის თუ როგორი ფორმა უნდა იყოს, როგორი ზომის უნდა იყოს, ამ ასე თქვათ პროექტშიც წარმოდგენილი არის და თვალნათლივ ჩანს, რამდენადაც ვიცი დეტალებზე მუშაობა კიდევ გრძელდება, ასე რომ აუჩქარებელი აწონილ-დაწონილი სიტყვითა და პროექტის შეჯერებული ვერსიით ეს იქნება ერთ-ერთი მშვენება ჩვენი ქალაქისათვის. დიდი მადლობა. სანამ გავაგზავნებთ საუბარს, რეკლამაზე გავიდეთ და მის შემდეგ ვისაუბრებთ იმ თემაზე, რომელიც არქიტექტორთა ასოციაციას, კავშირსა და ასევე საპატრიარქოს პოზიციებს სრულიად საწინააღმდეგოდ წარმოადგენს. დროებით რეკლამის შემდეგ შევხვდებით. ბრუნდებით სტუდიაში, თქვენ იხილეთ სიუჟეტი პანორამა თბილისის შესახებ. ჩვენ წავიდგენთ მცირე სიუჟეტი, უფრო ცლად თქვენ უკვე შეგიძლიათ იხილოთ 2030-ის like page-ზე, Facebook-ის like page-ზე, რომელიც მისამართით ახლა ეკრანზეც წერია. როგორც წეგან საუბრობდით, საზოგადოებაში გარკვეული აჟიოტაჟი მოჰყვა ამ პროექტს და განსაკუთრებით ასე ვთქვათ ნეგატიური შეფასებები, ასე ვთქვათ, აგრესიული ნეგატიური შეფასებები გაკეთეს ნაციონალურმა მოძრაობამ, თუმცა ასევე იყვნენ ცალკეული პირებიც და საზოგადოებრივი ჯგუფებიც, რომლებმაც ასევე წარმოადგენს ნეგატიური შეფასებები და ერთ-ერთი მათგან, რომელიც საკრებულოს დეპუტატია, ბატონი ალეკო ელისაშვილის, საკმაოდ ბევრი ბრალდება გამოთქვა ბატონო მეზრინა თქვენს წინააღმდეგ, რომელიც მე მინდა უფრო დეტალურადაც წავიკითხო და ასე ვთქვათ, ვისაუბროთ ამის შესახებ. კი ბატონო, კი ბატონო. ციტატები ასეთია: კულტურულ მემკვიდრეობას იცავს კანონი და ამ კანონის თავზე გადავლა პირდაპირ პანორამა თბილისი. ამ პროექტით უხეში ჩარევა ხდება ქალაქის ისტორიულ ნაწილში. ხდება ისტორიულ განაშენიანებაზე დაშენება. კანონის თავზე გადავლა პირდაპირ პანორამა თბილისი. ივანიშვილი ქალაქს კოშმარს უმზადებს. სააკაშვილი მეც კი არაფერს აკეთებდა, ის უბრალოდ განხილვებს არ აწყობდა, მათმა ფიქტიური განხილვა ჩაატარეს. ისტორიული ქალაქი არის საბოლოო დასამარების საფრთხის ქვეშ. წინა ხელისუფლებამ რაც დააკლო და რა ჭრილობაც მიაყენა, იმაზე მასშტაბური ჭრილობა შეიძლება მიადგეს. და ერთ-ერთი ასე ვთქვათ, ამ ფინალური, ასე ვთქვათ, ეს იყო ეს პროექტი უნდა განხორციელდეს მტკვრის მარცხენა სანაპიროზე. ანუ ეს შედარებით ეწინააღმდეგება წინაბრალდებს, იმიტომ რომ პროექტის საჭიროებას განაცხადებს უბრალოდ საქმე აღარ დარჩა. მე დავამატებ კიდევ, საქმე აღარ დარჩა არაფერი ბოლოს, ყველა კითხვაზე პასუხი გაეცა, რომ ისტორიული ქალაქი არაფერი შუაში არ არის, არაფერს არ აშენდება და ესე შემდგომ. ეს ყველაფერი მოგონილი იყო და მე დავამატებდი კიდევ ყველაზე დიდი კამათი, რაზეც მიმდინარეობდა და ძალიან ბევრს გაცნობიერება არ ქონდა, რომ რეკრეაციული ზონის ცვლილება ხდება და ესე შემდგომ. ამ ზონაზე გავაკეთე პატარა განმარტებას და შემდგომ მე თანმიმდევრულად ყველაფერს უპასუხებდი. რა ხდება რეალურად? საკმაოდ ძიმე. შევთავაზეთ. ეს რეკრეაციული ზონა და ქალაქის ისტორიული ადგილი და ისტორია ინგრევა და რასაც მეანიშნებდნენ, რომ სადაც ზონა იცვლება და ეს არის ისტორიული ადგილი, რეკრეაციულ ზონაზე იყო ყველაზე მეტი აწეული თემა. ეს არის ადგილი, რომელიც თბილისიდან არ ჩანს, უკანა ზოლი, ვინც ნახავს ამ პროექტს, უკანა ნაწილი, რომელიც მხოლოდ ერთფრენიდან შეიძლება ნახო, ყველაზე მაღლივი ნაწილი, რაც არის, თქვა, რომელიც ხევში გადადის, არც ერთი გზიდან არ ჩანს, ეს შეიძლება მხოლოდ ერთფრენიდან, არ თვითფრენიდან ვერ მოახერხებ დანახვას და იმ რეკრეაციულ ზონაზეც და ისტორიულ ნაწილზეც, როდესაც მიდიოდა საუბარი და რომ ცვლიან ამას და რეკრეაციულ ზონას, აი სწორედ იმ ზურგში, იმ ფერდში, რომელიც თბილისიდან ვერანაირად ვერ გამოჩნდება, ხეობაში ჩადის ეს და ამას ალბათ ფილმის მნახველები და ფილმია შედგენილი სპეციალურად twins ნახავს ამ ფილმს, იქ კარგად გამოჩნდება ეს ყველაფერი. სწორედ იქ შეცვლა 900 კვადრატული მეტროს ზონის შეცვლა, ზონის ცვლილება და ისტორიული მნიშვნელობა, რომელსაც ელისაშვილი და სხვაებიც ძალიან გაქივიან, რომ ეს ისტორიული მნიშვნელობა და რა ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა, კითხვა არავის არ დაუსვავს ნორმალური, მართლაც ჰქონდა მას ისტორიული მნიშვნელობა იმ ადგილს, სადაც შეიცვალა, ის იყო სანაგვე ათწლეულობის განმავლობაში. ნაგავი გაქონდა თუ ეს საფხედველობაში ელისაშვილის ისტორიული მნიშვნელობას ნამდვილად მართლაც საუბრობს. ეს იყო სანაგვე, რა თქმა უნდა, ფიგურალურად სანაგვე იყო და ამ სანაგვეს სხვათაშორის უგულავას დავრობაც ჩვენი ვერთ იყენებდა, სანამ ჩვენ არ გადავკეთეთ იქ გზა, საიდანაც ნაგავი შემოგვქონდათ. მოკლედ აი ამ სანაგვეს მეანიშნებს ძირითადად ელისაშვილი, ამ ადგილს სწორედ სხვა ადგილი ვერ დაასახელა, მას ისტორიულ ქალაქთან შეეხება არ აქვს, რასაც ეს უტევს ზედანაზეც და ქვედაზე თუ ძველ თბილისია საუბარი თქვა თან მოედანზეა საუბარი, იქ საერთოდ არავითარი ზომა არ იცვლება, რაც იყო ძველ თბილისში სწორედ იმ ფარგლებში ხდება ყველაფერი 1 კვადრატული მეტრი არ ემატება, იქ საერთოდ საუბარი ზედმეტია, მაგრამ აი ამ ნაწილიდან უტევდნენ, რომ აი რეკრეაციული ზონა იცვლება და რაღაც აშენდება და ანგრევს და აი შეიცვალა აი აქ, სადაც სანაგვეა. და იქ იჩეხება, იქ არაფერი არ იჩეხება, საუბედროდ თბილისის შემოგარენში თუ მეაქცევთ ყურადღებას, გაყვეთილდა
ძალიან ბევრი ხეა და ძალიან ბევრი ამორტიზაცია განიცადა და იცვლება. მე უკვე 3 წელიწადია ელისაშვილთან შევთანხმებლად იქ გამორგებს უკვე ვაწარმოებ ყოველგვარი რეკლამის გარეშე. იმ ზურგში ხო ეს არ შედის იმ გამწვანებასთან, რაც ჩვენ წინაზე ვთქვით, რომ 3 და 4 მეტრიანი ხეები იქ რაც შეიძლება რომ გამოირგოს. აქ რთული რელიეფია, უკვე 1000-ობით ხე ჩვენ უკვე გამორგული გვაქვს და ვანაცვლებთ რაც ხმება პრინციპში იმის სანაცვლოდ დამოუკიდებლად პროექტის ეს პროექტთან კავშირში არანაირად არაა. ყველაზე საინტერესო ისაა რომ პირველივე განცხადება როგორც კი გაისმა ამ პროექტის ირგვლივ რაღაც ელისაშვილზე ავაგოთ რამე თუ ის არის ყველაზე დიდი შემთხვევი ამისთან რომ არ უნდა გაკეთდეს არც ეს შემთხვევაში და აკრიტიკებს მაგრამ ჩემი აზრით უფრო დისკრედიტაციას ეწევა ვიდრე კრიტიკას რამე თუ ლოგიკას მოკლებულია პირველივე თქვა რომ კანონზე მაღლა არავინ არ უნდა დაადგეს და პირდაპირ ივანიშვილს მეანიშნებს რომ ისიც ვალდებულია კანონი დაიცვას ახლა პირველივე განცხადება უკვე დისკრედიტებულია როდესაც ივანიშვილს მეანიშნებ კანონიერების დაცვაზე მას რამდენჯერმე მაინც უნდა ხავდეს შემჩენებული კანონის დარღვევაში ხო და მე არ მახსენდება და თუ აქვს მას ეს უნდა შემახსენოს თავშივე ეს არ იყო კრიტიკული დისკრედიტაციული განცხადება იყო რომ აი ისიც კეთილინებოს და კანონს დაემორჩილოს რაღაც ამის მსგავსი ბოლოს ჯგუფი მუშაობდა და ძალიან ბევრი შეხვედრები პირველი შემთხვევა უპრეცედენტო იყო როდესაც პროექტი გაირჩა და საზოგადოებას აჩვენეს და უამრავი შეხვედრა გაკეთა თუმცა ის თავის ერთ-ერთ გამოსვლა შემასაც სიყალბეს უჩვენებს და სიყალბესთან აიგიებს აბსოლუტურად ლოგიკოდ ძალიან ბევრი მოხდა შეხვედრა ძალიან ხარ გარჩევა და მას ყველა პასუხზე ყველა კითხვაზე პასუხი გასცეს სათქმელი რომ აღარაფერი არ ქონდა რომ ისტორიას ანგრევს კულტურას ანგრევს ქალაქს გადაუარა ქალაქს აშენებს და უამრავი აბსურდული განცხადებებიდან ვერცეც ვეღარ იმეორებს დღეს მხოლოდ ერთი აქვს სათქმელი ჯერთან შენებულობა მე უფრო მას ბრძანა რომ არ დაწყებულა და კიდევ შეიძლება იქ რაღაცები სულები მოხდეს მაგრამ პირდაპირ ხილებაზე მიდიოდა რომ დავანგრიეთ გავაფუჩეთ აანგრევს აშენებს დღეს არაფერი სათქმელი არ აქვს ერთადერთი დარჩა რომ მარცხენა სანაპიროზე უნდა გადავიდეს ხლა მე გავიხსენ ერთ-ერთ გადაცემაში როდესაც მან 3%-იან ზრდას სტაგნაცია უწოდა ეკონომიკაში თქვა აბსურდში წავიდა აქ უფრო დიდი აბსურდი გამოიმუშავა და მოახერხა მან რომ თურმე მეორე სანაპიროზე უნდა გადავიტანოთ ეხლა ელისაშვილის მსგავსი შეიძლება კიდევ გამოჩნდნენ თქვა და ითქვიან რომ ამ ლოგიკას რო გავყვეთ ამდენად აბსურდულია იმას ვაჩვენებ რომ საერთოდ რა საჭიროა ამ ქალაქში ამის აშენება ისედაც გადატვირთული ქალაქი თქვა თუ მარჯვენა და მარცხენაზე გადააქვს საერთოდ რატომ უნდა ისოს კითხვა რომ რა უნდა თბილისში ისედაც გადატვირთული წავიდეს ქუთაისში აშენოს ან ტყიბულში მე თქვა კიდევ გამოვა ახალი გვარი მსგავსი ამისა და ამ ლოგიკის გამგზელებელი იტყვის რომ საერთოდ ეს უნდა აშენდეს სასაზღვრო ზონებში, სადაც ჩვენ ობიექტურად ძალიან დიდი პრობლემები გვაქვს. საზღვრებს კარგავთ, იმიტომ რომ მოსახლეობისგან იცლება აბსურდს ვაჩვენებ. დამოკიდებულების, რომ რასაც დარჩა ახლა, ისეთ აბსურდში დარჩა, რომ ეს არის რაღაც საოცარი სპეციალისტი განაშენიანების ქალაქის, მე მგონი სპეციალობა არქიტექტურა მას არ აქვს და დაჟინებით როგორც ეკონომიკაში წავიდა აბსურდში, უარის აბსურდში გადავიდა აქ და ამას განვითარება გაჩვენეთ მე რომ იგივე თქვა სხვაგვარი იტყვის ელისაშვილის მსგავსი რომ თბილისში რა საჭიროა ისედაც ამდენი საცობებია. დავასრულოთ თბილისში მშენებლობები, აი ქუთაისზე ანტრიბული. ნუ იქაც შეიძლება თქვას ვიღაცამ რატო იქ და არა სასაზღვრო ზონებში, სადაც ყველაზე მეტად უჭირს ქვეყანას თქვა იქ აშენება საჭირო და განვითარება ნახეთ ახლა რომ ამას მედია როგორ უწყობს ხელს. გასაგებია რომ რუსთავი 2 თქვა ძირითადი პოლიტიკური ტელევიზია ამას ყველაზე კარგად აფორმებს და მიტინგებსაც აწყობს. იცით ხალხში ჩავერთვები და ნაციონალური მოძრაობა, რომელიც ასე ვთქვათ, ყოფილი ღმართ როგორც ყოფილი მმართველი ძალა თავს პოზიციონირებას ახდენდა, რომ ჩვენ ვაშენებთ და ივანიშვილი ქმნის, მეორე მხრივ სრული აი ანგრევს, ბოდის ჩვენ ქმნით და ივანიშვილი ანგრევს, მეორე მხრივ აი ამ ბრალდებები თურქეთის წინააღმდეგობაში იგივე იდეოლოგიის გაღრმება მიდის ახლა სწორედ გაიხსენეთ. სწორედ ამ იდეოლოგიას და ამიტომაც დავსვიმე და თავის დროზე ელისაშვილის გვარი გავაიგივე სხვა გვარებთანაც, რომლებიც ნებსი თუ უნებლიეთ, შეგნებით თუ შეუგნებლად ამ იდეოლოგიას იმეორებენ. მე კავშირზე არ უსვავ ხალხს ნაციონალური მოძრაობის იდეოლოგია არის სიცრუის პროპაგანდა. რო თეთრი შავა წარმოადგენენ და პირიქით. და ამ შემთხვევაში სწორედ ამ გაუგებრობაშია ელისაშვილის, როდესაც საბოლოოდ ეს ყველა ისეთი ბრალდებები წარმომიყენა. დღეს ვერცეც ვეღარ იმეორებს უკვე, ჯერ პროექტი დაწყებული არა, რა თქმა უნდა. დღეს ვერცეც ვეღარ იმეორებს და ესეთ აბსურდს ამბობს, რომ აი მარჯვენიდან მარცხენაში გადავიტანოთ ამ ლოგიკით, მეც მიგანიშნეთ, შეიძლება წავიდეს და საუბედუროთ ობიექტური ტელევიზიებიც და ჟურნალისტებიც, თქვათ როგორ უწყობენ ხელს, კარგი მაგალითი მინდა მოვიყვანო ამას. ეს რუსთავი 2 და ეს პროპაგანდა რომ მუშაობს, გასაგებია. მეტრეველი მინდა გავიხსენო, მე მეტრეველი გოგა ხაინდრავა მითხრა. მე არ მომისმენია, რომ ჩაატარა რადიოში გამოკითხვა. აშენდეს თუ არ უნდა აშენდეს. ეკითხება ხალხს.
ეხლა ჟურნალისტი რო ესე სოხს კითხავს ამას. ხალხი შეიძლება შეეკითხო, მოგწონს თუ არ მოგწონს, მაგრამ აშენდეს თუ არ უნდა აშენდეს, ამას შესატყვისი ორგანოები გადაწყვეტენ. და ნუ იქ რა თქმა უნდა, გაგრძელებად შესანიშნავი ქონდა, რომ ვიღაცამ თქვა ჯობია კანალიზაცია გააკეთოს, ვიდრე თქვა დაეხმაროს ქალაქის კანალიზაციას, ვიდრე შენობა აშენდეს. და იგივე გამოკითხვა გოგა ხაინდროვამ რატომ შემახსენა, მე თავის თავზე იყო გაღიზიანებული და ურეკავს კიდეც, რომ ისეთივე გამოკითხვა ჩაუტარებია მეტრებს, რომ უნდა გადაიღოს გოგა ხაინდროვამ ფილმი თუ არ უნდა გადაიღოს. ეხლა საზოგადოება ხალხი არის ძალაუფლების წყარო. და როდესაც ძალაუფლების წყარო ჟურნალისტის ცდილობ არა მიზნობრივად გამოიყენო, სწორედ რო დისკრედიტაციას უწევ ამ წყაროს. საზოგადოება რაღაცები ეკითხება, ძალიან ბევრი ეკითხება. ძალაუფლების წყაროა სწორედ ხალხი. მაგრამ როგორც ჟურნალისტი ან სხვა პროფესიის ადამიანი სხვა მიმართულებით ცდილობს მათ გამოყენებას და არასწორად სწორს კითხვას, სწორედ რომ იმ ძალაუფლებას აკნინებს. რა შუაშია ფილმს გადაიღებს თუ არა გოგა ხაინდრავა, ან აშენდება თუ არა, ხალხს გამოკითხვას აკეთებ. მას შესატყვისი ორგანოებია, სახელმწიფოა და ისინი ამტკიცებენ, მაგრამ როდესაც ჟურნალისტიც ამას ესე აკიაკებს, იმ ძირითადი აქცენტირება იკარგება და კონკრეტულ ობიექტსაც, რა თქმა უნდა, დათურ სამსახურს უწევს და ცუდ სამსახურს უწევს და ხალხსაც აბნევს და დაბნევაში შეყავს. აი ეს არის თლიანი თელისაშვილი, აი გაჩვენეთ ლოგიკა, საიდან სად უნდა წავიდეს, თქვა. აი ბატონო, გადავიდეს მარცხენაზე, მე ლოგიკა არის, რომ რატო უნდა აშენდეს საერთოდ თბილისში. ძალიან დიდი საცობებია ისედაც ქუთაისშიც ყოფნის და ავიდეთ სასაზღვრო ზონაში და ამ დროს წარმოიდგინეთ ინვესტიციებს შეახსენებენ მუდამ ხელისუფლებას. რატომ არ არის ინვესტიციები? და ელისაშვილი ისე შეურაცხყოფილად მომიხსენებს პრინციპში ახირებას ეძახის ამას ჩემსას. მე მგონი რომ არც თუ ისე კულტურული სიტყვა, მე ახირებას მას არ დავარქმევდი მის პოზიციას, მაგრამ მისი სიჯიუტე და მსგავსი პიროვნებების სიჯიუტემ შეიძლება ნებისმიერი ინვესტორი შეაჩეროს. და თუ არა ჩემი სიჯიუტე ამ დროს, რა თქმა უნდა ამ პროექტს არავინ არ განახორციელებდა. ასეთი შეტევის შემდგომ არც ერთი ინვესტორი აქ არ გაჩერდებოდა. და ჩემი აზრით, ვინც ააგორა ეს თემა იმ სიცურის პროპაგანდის და ყველაფერს უგო მოაჩვენებს ნაციონალურ მოძრაობამ და სხვები თქვათ ამას ხარს უბავენ, სწორედ ესაა მიზანი, რომ არ უნდა აშენდეს და ინვესტიცია არ უნდა შემოვიდეს. და სხვა მხრივ კიდევ რაც შეიძლება თქვათ პროექტის ვარგისიანობაზე მე შემიძლია გავაკეთო აქცენტები. არა იმ მხრივ რომ აქ თქვათ მილიარდი ლარზე მეტი ინვესტიცია იდება. არა, ეს არ საჭიროებს ირიბად გამართლებას. ეს პროექტი არის უნიკალური. აბსოლუტურად დავარცხნილი ქედი გამოდის, ამდენი ხე იგება, გამწვანება ემატება თბილისს. ვერცეთ კითხვას ვერან ვერ დასვავს, ვისაც არ უნდა. ამას უცხოელმა არქიტექტორებმაც ვერ შეაფასეს, ვერმა შეაფასეს და შეუძლიათ იმ ფილმში ვინც ნახავს, ის დამოკიდებულებაც ნახონ. ისიც რასაც დიმიტრი საუბრობდა ახლა რომ აი გზის პრობლემაა. სწორედ რომ გზის პრობლემაც გადაჭრილია და ძირითადად ასათიანის ქუჩაზე იჭედება. ექსკლუზიურობა ერთ-ერთი უნიკალობა ამ პროექტის ის გახლავთ, რომ ქალაქის ნებისმიერ მაცხოვრებელს მეტროპოლიტენით შეუძლია ყველაზე ეფექტ ტრანსპორტით ისარგებლოს იმის შემდგომ, რაღაც 2 წუთში საბაგიროთი ამოდის ყოველგვარი ტრანსპორტის გარეშე. ყოველგვარი ტრანსპორტის გარეშე შეიძლება მოხდე და ეს ქალაქისთვის ძალიან სასარგებლოა, რომ გამოიყენო ეაფი ტრანსპორტით და იოლად მარტივად მოხდე ამ ცენტრში. სადაც არის ძალიან ბევრი ქალაქისთვის საინტერესო, იგივე აუზი თქვა და სხვა პირობები რომ ვიკენდი გაატარონ და სხვა დღეებში შეიძლება კეთება როგორც ვიცი აკვარიუმი ბუნებაში ფილიპი ქალაქიდან გადიხარ ტრანსპორტის გარეშე და ხვდები უნიკალურ ბუნებაში. მე არ ვიცი რამდენად ფილმში სწორედ გადაიღეს, ვინც მაგ ხევში ყოფილა და სწორედ მაგ შენობიდან ლიფტით ჩადიხარ ხევში, სულ 3 წუთი გინდა და ხვდები უნიკალურ გარემოში. უნიკალური ხევია იქ. სადაც ნუ წელიწადში შეიძლება 10 ტურისტი თუ გაივლის. და ტურიზმს რა თქმა უნდა, სასტუმრო 7 ვარსკვლავიანი სასტუმროდან შეიძლება მოხვდეს 3 წუთში უნიკალურ ველურ ბუნებაში. პირველი ღირსება სწორედ ეს გახლავთ, ადგილების გადატანას აპირებს ელისაშვილი. უნიკალობა ამ პროექტის სწორედ ესაა. ძველ თბილისს ის არ აზიანებს, ის ამდიდრებს ძალიან და არაფერს ხელს არ უშლის. აბსოლუტურად დავარცხნილი ხედი ძველ თბილისი ყველა მხრიდან განვითარდა, ყველა მიმართულებით განვითარებული, რატომ ამ მიმართულებით არ უნდა განვითარდეს? თუ სწორედ ვითარდება, ესეც ხო აბსურდია ყველანაირად. და პირველი უნიკალობა ამის ეს გახლავთ, რომ ეს იქნება ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი გარწმუნებთ ტურისტებისთვის თბილისში. რომ ქალაქის ცენტრიდან, სწორედ რომ ცენტრიდან, და ამ ცენტრი შეგიძლია მეტროპოლიტენითაც მოხვდე და ნებისმიერი სხვა ტრანსპორტით. საბაგიროთი ხვდები 3 წუთში უნიკალურ ბუნებაში და გარემოში. და იქაც ეს არის და ის თქვათ ექსკლუზივები რაც გაკეთდა, რა თქმა უნდა, პროექტის რენტაბელობაზე აქ წარმოუდგენელია საუბარი. ეს პროექტი შეიძლება თავისთავად ვერაძას ვერ გამოისყიდეს და თუ არა ჩემი ახლა იმ სიტყვის ვიხმარ ახირებას, რასაც ეძახის ელისაშვილი და შეურაცხყოფილად ეყენებს ამ სიტყვებს. სწორედ რომ ამნაირმა კაცმა შეიძლება გააკეთოს ეს და მე ხელმეწიფება და საშუალება მაქვს რომ ჩემ ქალაქს დავეხმარო და ღმერთმა დაემფაროს ახლა რომ სასტუმროთი გამდიდრებას მევაპირებდი. და 100 წელიწადი არ მინდა ახლა ნარანი სასტუმრო ახალი თავის ტკივილია ჩემთვის და თქვათ ის ფონდიც განა ეს ყველაფერი გასაგები არ არის. მაგრამ დისკრედიტაცია ხა უნდა გაუკეთონ. რა თქმა უნდა მეორე რაცაა რომ ამ პროექტისთვის ტრანსპორტი ვთქვით
ის ვით რომ ქალაქის ნებისმიერი ცენტრიდან და ის რომ აუზი იყოს სანაპიროზე, რასთანაც ქართულ ჯგუფს აქვს კავშირი და ამ ცალკე ნაცებმა ეს ააგორეს რომ აი დახურა აუზი და გააუბედურა ქალაქი. სწორედ იქ იყო, იქ არის აუზი, სადაც ყველაზე დიდი დაბინძურებაა. იქ პრაქტიკულად არაფერი პოზიტივი აღარ გამოგდის ისეთ გარემოში, როდესაც სპორტს აკეთებ. ქალაქელებს საშუალება ექნებათ სუფთა გარემოში რამდენიმე წუთის განმავლობაში მოხდნენ ყოველგვარი ტრანსპორტის გარშემო. დანიდან შეუძლია მეტროპოლიტს ამოვიდეს ან ნებისმიერი კუთხიდან და დაისვენოს სუფთა გარემოში. გარდა ამისა, იქ რაც ექსკლუზივებია კიდე ძალიან ბევრი, რასაც ნახავენ ფილმში, დახრილი ლიფტები თუ თქვა ესეთ ძვირმიწაზე 1 და 2 სართულიანი სახლები აშენებული ერთადერთი მიზეზით და უფრო მეტი დაირგო ხეები და გამწვანება და ეკოლოგია გაუმჯობეს და ეს ყველაფერი პროექტს მხოლოდ მისასალმებელია ნებისმიერი ქალაქი, ვინცაც ქალაქზე გული შესტკივა, ვინც ქვეყანაზე ზრუნავს. არ ვსაუბრობ რომ მილიარდიანი ინვესტიცია. არ ჭირდება ამ პროექტს რომ ვიღაცები დასაქმდებიან კიდევ და რა თქმა უნდა ესეც საინტერესოა, მაგრამ თვითონ პროექტი იქნება უნიკალური. და ძალიან ბევრი, თქვა თუ გინდა 25 მეტრიანი სიმაღლის აკვარიუმი, იქვე პლანეტარიუმი შენდება, სადაც ბავშვები ამოვიდნენ სკოლის. იმის ირგვლივ კიდევ იქნება რაღაც, რაც საექსკურსიო იქნება ჯერ ჩვენი ბავშვებისთვის, ვინც ქალაქში ცხოვრობენ და სწავლობენ და საინტერესო იქნება ტურისტებისთვისაც. ძალიან ბევრი ექსკლუზივი და ძალიან ბევრი და არაფერს არ აფუჭებს, მხოლოდ ალამაზებს და დავარცხნის ამ ქედს. ის 4 სართულიანი სახლებიც კი, რაც გვერდითაა აშენებული და რაზეც ხმარა მოუღია არ არის, ისინიც კი ჭრიან ქედს და აღარ ფნიან პერსპექტივას. აქ ყველაფერი გათვლილი და გათვალისწინებულია და ეს არ არის მხოლოდ ჩემი დასკვნა. აი ესეთი ეს პროექტი და მას აქვს კიდევ ვიმეორებ უამრავი ექსკლუზივი, რაც საინტერესო იქნება ქალაქისთვის და იქნება ერთ-ერთი თქვა სავიზიტო ბარათი ტურისტებისთვის. შესაძლოა ზოგჯერ გარკვეულ აჟიოტაჟს საზოგადოების ნაწილს ნაკლები ინფორმირებულობაც ქმნის, ასეთივე აჟიოტაჟი და ზოგიერთ შემთხვევაში უფრო ხისტიც იყო საყდრისის, ეგრეთ წოდებული საყდრისის თემასთან. საჭიროება იმ განხილვებზე და მიქიდან წარმოვიდა ზუსტად შემხედრად მე ამ საპროექტო ჯგუფთან ურთიერთობა და არაერთი შეხვედრა გაიმართა მეუფემ ძანაგერ საპატრიარქოსთან, იმიტომ უნდა გითხრათ რომ რეაქცია თუნდაც იმ არქიტექტორების რომელმაც არ იცოდნენ ეს პროექტი და საკმაოდ ნეგატიურად იყვნენ განწყობილები, ამ შეხვედრის შემდეგ და ინფორმაციის სწორად მიღების შემდეგ რა თქმა უნდა მათ ზოგიერთ საკმაოდ შეეცვალა აზრი ამ შესახებ. ითქვა როგორ შეიძლება გაჩნდეს 1 და 2 სართულიანი, ამდენი ხე ირგვება 3-4 მეტრებში შენებლობის პროცესშივე. ქედი აბსოლუტურად გასწორდა, აი გადაჭრილი რაც იყო ის სიმახინჯები რომ იყო იქ აშენებული 4 სართულიანი და 3 სართულიანი რაღაც ამერიკული სოფელი რომ დაარქვეს. სად იყო მაშინ ელისაშვილი ერთი ხმას რო არ იღებდა, თანაც გაცემულიც კი არ იყო მაგაზე არქიტექტურული უფლებები თავის დროს, ნაცების დროს, როდესაც აშენდა ეს. ის სიმახინჯი ის ქედი მართლაც რომ გადაჭრეს. ეხლა ქედიც გამთელდა გარემო, არ ვიცი ეხლა თუ ბუნება ვინმე მიცის და ბევრი მიმოგზაურია და ბევრი მინახავს, ნებისმიერი ქალაქი დაიკვეხნიდა რომ ქალაქის გაგრძელება შეიძლება ესე ბუნებასთან შერწყმული იყოს. მე ეს პრეტენზია მაქვს, მოიყვანონ სპეციალისტი, ვისაც სპეციალობაზე აქვს პრეტენზია და ნებისმიერს კიდევ მივიღებთ შენიშვნას და თუ გასაჩერებელია გავაჩერებთ კიდევაც, მაგრამ ეხლა ეს აბსურდში სადაც წავიდა ელისაშვილი რომ მარცხენა საბინოზე გადაიტანოს და ეს აბსურდის გაგრძელება კიდევ გამიმეორებ რომ საერთოდ გავიტანოთ და საერთოდ არ გვინდა აქ მიდის ეს ყველაფერი და სწორედ ესაა მიზანი ნაციონალური მოძრაობის რომ არ აშენდეს, არ უნდა გაკეთდეს. ერთი მნიშვნელოვანი კიდევ ამ პროექტის ის იქნება რომ ქალაქის მცხოვრებთა უმრავლესობა ქალაქის შიგნით არსებულ უაღრესად თვითმყოფად ხელუხლებელ გარემოს შეეხება ამ სტრუქტურის დახმარებით. ლევთა ხევში შეუძლიათ მათ მოგზაურონ აი ამ მართლაც უნიკალურია სანახავად და ფილმსებს ვარიციან, რომელიც იქნება ამ ქალაქისთვის კიდევ ერთი დამატებითი ღირსება. უნიკალურია თბილისელების აბსოლუტურ უმრავლესობას არ უნახავს იქ ბილიკებიც იოლად შევიყვან სულ რაღაც 100-200 მეტრი და ხვდები ველურ საოცარ გარემოში. ტურისტები ვინც ჩამოვლენ გარწმუნებთ და ძალიან იოლით ჩასასვლელს ვაკეთებთ და სანახავად იქნება მარტივი, აუცილებლად დაამახსოვრდებათ. ამიტომაც ვფიქრობ საკმარისი ინფორმაციის პირობებში ის ადამიანებს, ვისაც კვეთრად ნეგატიური შეფასებებია, ვინც უტევენ, მათ ინფორმაცია არ აინტერესებს, თორე ნახეთ რით დაიწყო, რომ მე მიანიშნებდა, მე რომ კანონი დაიცვას, ეგეც უნდა დაემორჩილოს კანონს. თითქოს სულ კანონებს არ გვიდი ამდეხას. ეს იყო პირველი გამოსვლელი საშველის. დაასრულა ეხლა იმით, სათქმელი არაფერი აღარ აქვს. ვერ ზონის ცვლილებაზე, ვერაფერზე აღარ საუბრობს. ერთადერთი აქვს სათქმელი, მარცხენა სანაპიროზე უნდა გადავიდეს, ვითომც ეს არის სოფლიოში პირველი სპეციალისტი ქალაქ დაგეგმარების. ამ დროს მე არც ვიცი პროფესიით არქიტექტორი არის თუ არა და შეუძლიათ თუ არა ამ თემაზე საუბარი.
ელემენტარულად ჯდება საუბედუროთ ჩვენ და საუბედუროთ გასაგებია ის პროპაგანდა მე არ მინდა ხაზი გაუსვა კიდევ ერთხელ და ვიფიქრო იმაზე რომ კავშირშია თქვა ან რაღაც ქმედებებშია ნაციონალურ მოძრაობასთან და ნაციონალურ მოძრაობა არაფერ შუაში არაა მას მოიშველიებთ მხოლოდ იმისთვის რომ მათ მოახერხეს და სიცრუის პროპაგანდა დააფუძნეს ქვეყანაში და ყველაფერს უტევენ ქვეყანას რომ არ გაკეთეს არაფერი არ გაკეთებული გააჩერონ აი საღდრის სადაც გადადიხართ და ამ რიტორიკას როცა იმეორებს კაცი რომელიც არ მიეკუთვნება ამ პარტიას ყოველ შემთხვევაში საზოგადოება მეც არ იცის და მეც ესე არ მაქვს გაგებული და ესეთ უკეთ პროცესს აღალიბებს აი ესენი აზარალებენ ყველაზე მეტად მე შემთხვევით არ გავიხსენე წინა გადაცემებშიც თქვა არასამთავრობოებიდან რომლებიც თითქოს არ არიან კავშირში ამ პროპაგანდასთან სიცრუის და ამ დროს ყველაზე უკეთ პოზიციებს გამოთქვენ ზოგიერთ შემთხვევებში ძალიან გარკვეულ სირთულეს უხდიან საზოგადოებას უქმნიან საზოგადოებას რომ რეალური ინფორმაცია მიცნოთ რომ მიზანმართული ასე ვთქვათ დისკრედიტაცია და ასეთი პროპაგანდა არის ხა დაიწყო იმით რომ კანონი მეც უნდა დავიცვა მიმანიშნებს თანაც შემახსენოს ახლა რამდენჯერ დამეღვევია კანონები ამას რომ პირველსავე როგორც გაიგო ელისაშვილმა რომ ეს შენდება პირველი რაც მიმანიშნა რომ კანონი მაგანაც უნდა დაიცვასო თვითონც მუდმივად ვარღვევდი და ასრულებს ამ აბსურდით ახლა ეკონომიკის თემაც ხომ არ შეიძლება განვიხილოთ ასეთივე თქვა დისკრედიტაციის ან ნეგატიური პროპაგანდის ნიშნად სხვათა შორის მე თუ სწორად მახსოვს საღდრის სტატუსი ჯერ კიდევ ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოუხსნა რა თქმა და მაშინ ასე ვთქვათ სტატუსი კულტურული მემკვიდრეობის კულტურული ძეგლის ასე კულტურული ძეგლის სტატუსი მოუხსნა და მაშინ ხმა არ მოუღია არავის არ გახსენებია რა ხდებოდა აი, როდესაც ისინი ოპოზიციაში მოხვდნენ მთლიანად და პრეზიდენტის აღარ დარჩათ მათი და იქ გაგრძელდა სამუშაოები, აი მაშინ რა ამბები დატრიალდა, ამაზე ალბათ ვისაუბრებთ ახლა. ხო, აი რამ ხრივ შეიძლება შეფასდეს ის ნეგატიური ინფორმაცია, ის პროპაგანდა, ის დისკრედიტაციის ცდელობა, რაც საღდრთან დაკავშირებით მოხდა, იმიტომ რომ ეს უფრო მტკივნეული აღმოჩნდა, იმიტომ რომ საზოგადოებას ეუბნებოდნენ რომ კულტურული ძეგლის განადგურება ხდებოდა. ჩემი აზრით, ეს გახლავთ შედევრი ნაციონალური მოძრაობის პროპაგანდისტული მანქანის სიცრუის რომ შედევრია მათი შემოქმედების შედევრია სიცრუის მანქანის შემოქმედების შედევრია საღდრის ესე დავარქმევდი მე არამედ თუ მათ მოახერხეს პრაქტიკულად ძალიან ბევრი ობიექტური ადამიანის დაბნებაც იგივე რობიკოს სურვამ გააკეთა მკვეთრი განცხადება და კიდევ სხვა ჩვენი საზოგადოების ღირსეულმა წარმომადგენლებმა მათი დაბნევაც კი მოახერხეს იმ დონეზე აწიეს ეს თემა ნუ ახლა ყველა გაერკვა პრინციპში იქ საერთოდ აბსურდის თეატრთან გვაქვს საქმე. ხო პანორამა ეს ერთმანეთ და ეს ჩემი იდეა იყო პანორამასთვის საღდრისი მივება, რამე თუ ძალიან გავს ერთი მეორეს და ძალიან გავს ერთი და იგივე იდეოლოგიის მსხვერპლი არიან ორივენი. ეს არ უნდა აშენდეს, ის აშენებული როგორ უნდა გაჩერდეს. რამე თუ ნაციონალურ მოძრაობას რამდენჯერმე ვგვეთქვით, ლეგალურად მათ ხელისუფლებაში მოსვლის შანსი არ აქვთ, არალეგალურად ცდილობენ როგორმე დაანგრიონ ქვეყანა, დააჩერდეს ეკონომიკა და ამ ფონზე მათ ზოგმა თავი გადაიჩინოს კანონის წინაშე პასუხი აგოს და ზოგიერთს კიდევ იმის ილუზია აქვს რომ შეიძლება ის ოდესღაც ხელისუფლებაში დაბრუნდეს მხოლოდ ამ გზით. ამ შეტევის სვერპლია ერთის და მეორეს. საღდრისე მე მოკლედ ვიტყვი, იქაც ფილმია გაკეთებული. ფილმი თქვათ შეიძლება არ იყოს ყველაფერზე პასუხისგამცემი, მე ვნახე ეს ფილმი, მაგრამ მე აქტიურად პრემიერ-მინისტრობის დროს აქტიურად ჩავერთვე. ეს ორი მხარე მე მოვარიგე თავის დროზე და წავიდნენ წნარად და მშვიდად საუბედუროდ ჩანაწერები არ აღმოჩნდა 4 საათიანი საუბრის შემდგომ იქ ის კალბატონი ვინც ფილმში ჩასდა ის ობიექტური პიროვნებად იკვეთება მე მყავს ხედულობაში რომ ნაციონალური მოძრაობა უტევს ერთადად ეს მიტინგებიც პანორამაზეც საღდრისეც რა თქმა უნდა მათი ორგანიზებულია საუბედუროდ საღდრისზე უფრო მეტი ხალხია დამოუკიდებელი ვინც მოახერხა პრინციპში და შევიდა დაემორჩილა ამ პროპაგანდას სიცრუის პროპაგანდას შეცდა ესე რომ ვთქვათ ჩემი განმოსახედიდან მე ნამყოფიც ვარ შესწავლილიც მაქვს ბევრიც მიმუშავნია ძალიან მარტივი თემა ესეთი მაღაროები მახსოვს ოზარ სუბარი გამოვიდა ტელევიზიით და თასაც ვესაუბრებოდი კიდე სვანებს რომ სვანეთში უამრავია მსგავსი მაღაროები ოქრო მოიპოვებოდა იმ ასაკზე რაზეც საუბრობენ ძალიან ბევრი ჩემი აზრით აჭარბებს მაგრამ ჩვენ მე არ ვხდი პირადად საკამათოდ თქვათ რომელი საუბრიდან დაიწყო და რომელი ათასლეული იყო ეს თუმცა ჩვენ არ გვჭირდება არავითარი ცრუ კულტურა ჩვენ გვაქვს ისეთი კულტურის ძეგლები ისეთი ისტორია გაგვაჩინა ჩვენ უძველესი რომ არაფერი გადაჭარბებული არ ვშიდება აქაც უნდა მისცეთ მას რეალური დატვირთვა საწმისის გამოდგება კი ბატონო და ძალიან ბევრი შეიძლება აქცენტი აქცენტი გააკეთეს გარკვეულ არტეფაქტებზე რაც შეიძლება დაზიანებულიყო რამდენად რა ინფორმაციას ფლობ ბატონ დიმიტრი რა ხდება იმ არტეფაქტებზე რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია პროექტის ნაწილი მოიცავს ზუსტად იმ მუზეუმის მშენებლობას სადაც ძირითადად უნდა იყოს გადატანილი ეს არტეფაქტები ყველანი რაც შეეხება
ამ ადგილის თუმცა ისტორიო იძლევა ვინც არის იქ აქცენტრი და მსგავსი პრაქტიკა ასეთი მსგავსი პრაქტიკა რამდენადაც ჩემს ცნობილი არსებობს მუზეუმში ამ არტეფაქტების განთავსების და არტეფაქტების განთავსებაზე გიგითხება ამ ადგილების გადატანის ძალიან ბევრი და ძალიან ცნობილი ძეგლებია გადატანილი აქ ძალიან მარტივია პრინციპში პატარა მაღაროდან რაც იყო ის გადატანილია მე არ მიმაჩნია საერთოდ არ მინდა დაუქვემდებარო ეჭვს ვისაც მიაჩნია ყველაზე დიდ კულტურულ ძეგლად მეც მას დაუჭერდი მხარს და ესე ვაღიაროთ ჩვენს, ოღონდ ძალიან აბსურდში არ გადავიდეთ და მე 4000 წლეულზე ეგ საუბარი ზოგიერთები ამასაც გამოთქვენ ოქროს მოვიპოვებდით და ეს არ გვჭირდება, მაგრამ თუ კი ვინმე ამას ანიჭებს დიდ დატვირთვას რომ არის კულტურული, არავინ ეჭვს არ უქმდებერებს ამას. რაც იყო? დამასაგები გამოიყენებს და მუზეუმი კეთდება. მუზეუმი დაცული იქნება აბსოლუტურად არაზეუმო. თუმცა კითხვები იქ ბევრია მეორე მხრიდან, რამდენად ეს თქვა ძვირფასია და რამდენად ეს უნიკალურია. ბევრი კითხვები არსებობს, მაგრამ მე არ მინდა რომ ამ კითხვებში ახლა ვინმე ბრალი დამდოს, რომ რატო სვავს ამ კითხვებს. თუმცა ობიექტურად ძალიან ბევრი კითხვები არსებობს. როგორი ეს? მაგრამ მე არ ვსვავ ამ კითხვებს. და ჩვენ არ ვსვავთ ამ კითხვებს, პრინციპში ვინც მხარს უჭერთ იქ რაც ხდება და როგორ ხდებოდა. კი ბატონო, რაც იყო მაქსიმუმ ყველაფერი ამოღებულია. აშენდება მუზეუმი და რაც თქვა აბსოლუტურად ნებისმიერ ლოგიკას ექვემდებარება რომ აქ იყო, ჩვენ შეგვიძლია ამით ვიამაყოთ და ყველაფერი ეს შენახულია და შენარჩუნებულია. მეუფე საპატრიარქოს რა პოზიცია აქვს ამ თემაზე? საპატრიარქოს პოზიცია არის ესეთი მკაფიო. ჩვენ ყველანი ამ ქვეყნის მოქალაქენი, საზოგადოების წევრები ვთანხმდებით ერთ მთავარზე, რომ კულტურული მემკვიდრეობა დაცული, მოვლილი და ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს, რათა ამ კულტურული მემკვიდრეობის ნახვით, გააზრებით ადამიანებმა შევიძინოთ ცოდნა, ამ ღრმა ცოდნა ჩვენი ქვეყნის წარსულის და ჩვენი ქვეყნის მომავლის ურთიერთკავშირის, ურთიერთმემართების თაობაზე. ამდენად საპატრიარქო ჩვენ როდესაც აი ჩვენ საბჭოზე განვიხილეთ ეს საკითხი, მოვიწვიეთ სპეციალისტები, გქონდა შეხვედრა ჩვენი საბჭოს არქეოლოგიური ასე ვთქვათ განყოფილების ხელმძღვანელთანაც და ის ზღვა მასალა უბრალოდ ჩვენ მოვისმინეთ, იმიტომ რომ ამის შესწავლა სჭირდება ჯერ ერთი შესაბამისი ცოდნა, ცენზი, ეს შეუძლებელია. ჩვენ როცა მოვისმინეთ, რა თქმა უნდა, კულტურული მემკვიდრეობა არის, თუ მუზეუმი შენდება, სადაც განთავსდება ეს კულტურული მემკვიდრეობის ნაშთი, ეს ძალიან გამოადგება მომავალ თაობას, რომელმაც ამ მუზეუმის დახმარებით უნდა აღიდგინოს ის წარსული, რაც აი ამ გარემოს, ამ დარგს ზოგადად ასახავს, თუ როგორ იყო ჩვენთან უძველეს საქართველოში ამ მხარეში განვითარებული. ამდენად საპატრიარქოს მიდგომა არის ძალიან ესეთი მკაფიო, კულტურულ მემკვიდრეობას მოვლა, დაცვა სჭირდება იმ დოზით, რომ მომავალ თაობამ ამ მუზეუმების დახმარებით, ამ კულტურული მემკვიდრეობის გაცნობით აღიდგინოს წარსული და უკეთესი მომავალი დასახოს. რადგანაც უნდა ვიცოდეთ ვინ ვართ, საიდან მოვდივართ და საით მივდივართ. დიდი მადლობა. ბატონო ბიძინა. კვირის 20-ის 7 გადაცემის ფარგლებში ჩვენ პრაქტიკულად გავანალიზეთ 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდგომი პერიოდი და გთხოვთ მოკლედ შეაჯამოთ დღემდე არსებული, ასე ვთქვათ, ანალიზი იმ საზოგადოებისა, რაზეც ჩვენ ამ გადაცემის ფარგლებში საუბრობდით. კი ბატონო, საზოგადოების ანალიზს ვაკეთებდით ჩვენ, როგორ შეიცვალა საზოგადოება და მისი ნაწილები, პირობითად დავყავით ჩვენ დაწყებული, დავიწყეთ თავრობიდან და დავასრულეთ დღევანდელი გადაცემით. მეუფეს მონაწილეობით და ესეც დიდი მადლობა კიდევ მინდა გადავხადო ერთჯერ. მე შევეცდები ქვემოდან ზემოთ წამოვიდეთ ჩვენ ზემოდან ქვემოთ, ეხლა როგორც ავყვეთ ქვემოდან ზემოთ და პატარა მოკლედ დასკვნებს გავაკეთებ. სადღაც ჩვენ დღეს თქვათ. ის რომ ნაციონალური მოძრაობის იდეოლოგიის დომინირებაა დღეს ქვეყანაში, ეს უნდა აღვნიშნოთ და მათი იდეოლოგია გახლავთ სიცრუის პროპაგანდა და კიდევ ვიმეორებ და ეს ყველა სფეროში და ყველა ნაწილს, რომელსაც ჩვენ განვიხილავდით, რა თქმა უნდა, ეს გავლენა ყველგან მკვეთრად იგრძნობა. დავიწყოთ თუ ქვემოდან ზემოთ მივდივართ არასამთავრობოებით, სამოქალაქო საზოგადოების ღერს უწოდებთ მას, ხერხემალს თუგნებავთ და ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ და ყველაფერს ვაკეთებდი და გავაკეთებ მომავალშიც, რომ ეს ნაწილი, ესეთი ნაწილი საზოგადოების განვითარდეს, რამე თუ საზოგადოება, ხალხი გახლავთ
ძალაუფლების ხარო, მან უნდა განსაზღვროს რა გვინდა და როგორ გვინდა, სამოქალაქო საზოგადოება უფრო დახვეწილი ნაწილია ჩვენი საზოგადოების და შესაბამისად მის განვითარებაზე ძალიან ბევრია დამოკიდებული და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. აქაც მოკლედ ვიტყვი რომ ძირითადი ნაწილი რა თქმა უნდა არასამთავრობოების თავის პროფესიიდან გამომდინარე აკეთებენ მას რაც უნდა გააკეთონ და წარმატებულად ვითარდება ეს პროცესი, თუმცა ყველაზე აქტიური ნაწილი კიდევ შეგახსენებთ, რომლებიც წამყვანებად მოახერხეს და ლიდერებით გახდნენ, თქვათ გიგაურია კარგი მაგალითი ამის, რომელიც დავასახელე და არა ორგანიზაციას. რა თქმა უნდა, ცდილობენ ისევ ნებსი თუნებლიეთ აქვთ კავშირი არ აქვთ, ეს ტოვებს რომ აქვთ კავშირი, მე არ მაინტერესებს ნაციონალური მოძრაობა, ასეთ პიროვნებებს როდესაც განვიხილავ და სხვა ორგანიზაციებს, რომლებიც გამორიცხავენ მათთან პირდაპირ კავშირს. ნაციონალური მოძრაობა კი არა საჭირო. სიცრუის ტირაჟირებას მოახერხებენ და საზოგადოებას ნოაბნევენ თქვათ, იგივე კიდევ გავიხსენებდი ერთჯერ მან პასუხიც უპასუხა და ვერ უპასუხեց ვერც მან და ვერც კოჟორიძემ, რაღაც არგუმენტები ვერ მოიტანეს, რაც მე ვთქვი, მის საწინააღმდეგოდ ეს რა თქმა უნდა ფონს აფუჭებს ესეთი ადამიანები, რომლებიც არ არიან კავშირში სიცრუის პროპაგანდასთან და ობიექტურად წარმოდგებიან, რა თქმა უნდა ძალიან აზიანებენ იმ სექტორს, სადაც ისინი თანამშრომლობენ და ამ შემთხვევაში არასამთავრობოები მაქვს მემხედველობაში, ну ესეთი აბსურდი, თქვათ ელისაშვილიც ოდესღაც მე ესენი გავაერთიანე, ერთად მოიხსენია ყველანი თავის ადგილზე და ყველას შევახსენე. რა მქონდა მხედველობაში, რომ ძალიან აზიანებს და აბინძურებს იმ ველს, სადაც ისინი თანამშრომლობენ, ის რომ 2012 წლის არჩევნები უფრო პოზიტიურად ასახა გიგაურმა, ვიდრე 2013 ახალი ხელისუფლების ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები თავისთავად კითხვას წარმოშობს, რა უნდა, რა სურს, ის რომ რითაც ცნობილი იყო ნაციონალური მოძრაობა და რითაც ამდენი წამების ფაქტები და რა 10,000-ობით კადრი იყო გადაღებული მის ყურებაზე დემონსტრაციულად თუ არ საცხადებენ და ძალიან მოკიდ დროში აცხადებენ რომ ისევ გვისმენენ, იგივე ხდება ამ დროს და ესე შემდგომ ნუ საერთოდ ეს სექტორიც წარმატებით ვითარდება მიუხედავად იმისა რომ სასურველი ჩნდება ცარგეული ადამიანების ქმედებაც უფრო მეტ ობიექტურობას დაემორჩილოს. მედიაზე გავიხსენოთ, აქაც რაც თქვი დომინირებს პარტიული ტელევიზია, რუსთავი 2, კარგად მოგეხსენებათ, მას ხელს უწყობს კიდევ მათი ბევრი ინტერნეტ გამოცემები, ვთქვათ, ესეთი წვრილი გამოცემები, საუბედუროდ მედიას ის დიდი ნაწილიც, რომელიც მათთან არ იგიავდება ძალიან ხშირად მათ პროპაგანდას იმეორებენ და მათი მსხვერპლი ხდებიან. მე მაგალითი მოვიყვანე მეტრეველის, თქვათ ეს ჩემი საყვარელი ჟურნალისტია მეტრეველი. მე ვფიქრობ, რომ ისიც მსხვერპლია, როდესაც ესეთ პროპაგანდისტულ მანქანის ნაწილად ჯნდება და სვავს კითხვებს, რომელიც ჟურნალისტმა არ უნდა დასვას, აშენდეს თუ არ უნდა აშენდეს და გადაიღოს გოგა ხაინდრავა ფილმი თუ არ უნდა გადაიღოს. აი ეს არაპროფესიონალიზმი და პროფესიონალიზმის ესე ვთქვათ ნაკლოვანება კიდევ უფრო ამძაფრებს და უჭირვებს საზოგადოებას ინფორმაცია ობიექტურად სწორად მიიღონ, რომ დანარჩენი ნაწილი და პროფესიონალიზმი ყველა მიმართულებით გვაკლია ჩვენ და ჟურნალისტიკაში ეს სირცხვილი არაა პრინციპში რომ აღიაროთ. ხდება რომ ამ სიცრუის მანქანას ნებსი თუ უნებლიეთ ფონს უქმნიან და რა თქმა უნდა ამ ხრივ მედიასაც ძალიან ბევრი სჭირდება, თუმცა ძირითადად თავის როლს რომ მედია არის ერთ-ერთი ძირითადი ინსტიტუტი დემოკრატიული ქვეყნის აშენება თუ გსურს და მასაც ყველანაირად უნდა დავახმაროთ. შეუწყოთ ხელი, მაგრამ დაახლოებით ესე იხატება, დომინანტი ჩნდება ეს სიცრუის მანქანა. შემდეგ ისევ ქვემოდაზემოთ თუ ავყვებით მედიის შემდგომ მე პრეზიდენტზე გავჩერდებოდი, ამ შემთხვევაში ისევ გავიხსენებდი რომ უპრეცედენტო ხავს ჩვენ პრეზიდენტი ამ ხრივ, რომ სოფლიო ისტორიას ალბათ არ ახსოვს გავსი, როდესაც გუნდთან ერთად მოსული პიროვნება მეორე დღესვე გუნდს უპირისპირდება, ამ ხრივ გვაჩვენა ძალიან თავი, გამოიჩინა თავი ჩვენმა პრეზიდენტმა და უახლოესი გუშინ წინდელის თუ გახლავთ აგრძელებს ამ პოლიტიკას და ისევ აბსურდში რჩება და საერთოდ რა ხდება ამ ირგვლივ და პასუხებით ამ რეზიდენციასთან და ესე შემდგომ მე ვაპირებ ერთ-ერთ გადაცემაში ძალიან ხანგრძლივად ვისაუბრო ამაზე, რა ხდებოდა კულისებშიც ნაწილი გავიხსენო, რაც საზოგადოებამ არ იცის და ამით შეიძლება დავეხმარო და გავუიოლო ამ ინსტიტუტსაც, რომ მან ის ღირსეულად თავის ქვეყანას მოემსახუროს და არ დარჩეს გაუგებრობასა და აბსურდში. პარლამენტის 2000 სიტყვით მოგახსენებდით, რომ ის რაც იყო 2012 წლამდე, რომ პარლამენტი პრაქტიკულად ნოტარიუსის ფუნქციას ასრულებდა და ერთი კაცის მიერ გამოცემულ რაღაც ახირებებს ძალიან ხშირად აფორმებდა და პარლამენტის სახე არ ქონდა, დღევანდელი პარლამენტი ამ ხრივ რა თქმა უნდა პრინციპულად განსხვავებულია, იქ მიდის დებატები, მიდის კამათი, შეიძლება ხარისხი თქვა და პროფესიონალიზმი იქაც დასახვეწია და მომავალში ამას უნდა დაველოდოთ, მაგრამ ძირითადი შეიცვალა. ძირითადი ის, რომ
ნოტარიუსის ფუნქციას აღარ ასრულებს და იქ ძალიან ბევრი პროფესიონალი მუშაობს დღეს და დაბალანსებული პარლამენტია, სადაც ძირითადად რაც შეიძლება მოკლედ ვთქვათ, ოპოზიციაზეც მოკლედ მოგახსენებდით, რომ ნაციონალურ მოძრაობამ დააფუძნა ერთ კაცზე მორგებული გუნდი და ამ გუნდურობაზე ეს გუნდია ერთი კაცი და ეს გუნდი წარმოადგენს ქვეყანას და ქვეყნის ინტერესს საუბედროდ და ძალიან ხშირად მათი ინტერესები ქვეყნის ინტერესებთან დაპირისპირებაში მოდის, მაგრამ უარს ვერ ამბობენ და არ ამბობენ, როგორც ხედავთ, დღესაც გრძელდება ამ გუნდის დომინირება იგივე სუცრის პროპაგანდით და დღესაც ქვეყანას უპირისპირდებიან, ქვეყანასთან არიან ოპოზიციაში. ერთ კაცზე მორგებული ეს გუნდი ქვეყანასთან არიან უფრო ხშირად ოპოზიციაში, ვიდრე ვთქვათ მართლ გუნდთან და ხელისუფლებასთან ამ ხრივ საუბედროდ და სამწუხაროდ ვთქვათ, როდესაც კოალიციიდან გამოიყვნენ თავისუფალი დემოკრატები, მსგავსი ხელწერა აირჩიეს, იქაც ერთ კაცზე მოერგნენ და მსგავსი პროპაგანდა გაიმეორეს, იქ დუმბაძესაც გავიხსენებდი და სხვა ოპოზიციურ ძალებსაც, ყველას მათ რაც აერთიანებს, თვითკრიტიკული ვარ ძალიან და საკუთარ თავს არ დავზოგავდი პრინციპში, რომ ქვეყნის თავარი პრობლემა არის ივანიშვილი. და მაშინ პრინციპში თელი ნაციონალური მოძრაობაც, ალასანიამაც ეს ჩვენებად გააჩერა, სხვა გუნდს არ გამონდა და დანარჩენი ოპოზიციაც პრაქტიკულად იგივეს ამბობს და პრეზიდენტიც თქვათ, როდესაც მან ვერ უპასუხა 6 მილიონი უნდა ხარჯავდეს თუ რა ზედმეტ 10,000 კვადრატული მეტრი უნდა კონდეს, აქაც მოვიდა პროპაგანდაში და ის იცავს ჩემგან მოქალაქეებს. და ისიც პრაქტიკულად აქ მოვიდა, რომ იმანაც აჩვენა, რომ ძირითადი პრობლემა ქვეყნის მე ვარ და აქაც საუბედროდ პრინციპში კიდევ ერთხელ გააფორმა, რომ ოპოზიციურად არის განწყობილი იმ ძალებისადმი, ვინც მაგი პრეზიდენტად მას დაეხმარა პრეზიდენტად გამხდარიყო და აერჩიათ. შემდგომ შეგვიძლია გავიხსენოთ სასამართლო, სანამ მთავრობაზე მოვიდოდეთ და მე აქაც ძალიან მოკლედ ვიტყოდი, რომ მოხდა ძალიან კარგი და უპრეცედენტო ეტალონური ფიგურა გახდა ჩვენი სასამართლოს თავმჯდომარე. მოსამართლის ეტალონს დავარქმევდი ნინო გვენეტაძეს და ქალბატონ ნინო გვენეტაძეს და მის ბიოგრაფიას და დღევანდელობაშიც მე გადაცემებშიც ნახე, ყურადღებას ვაქცევდა, მე მგონი რომ ძალიან დიდი ნაბიჯი გადაიდგა იმისკენ, რომ ჩვენი სასამართლო გახდეს სამართლიანი და დაებრუნოს მოქალაქეების ნდობა და ქალბატონი ნინოს სახით მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი პოზიტიური ძვლები ელოდება დღევანდელ სასამართლოს და ბოლოს დავამთავროთ ხელისუფლებით, რითაც დავიწყეთ შეფასება ჩვენი საზოგადოების და მთავრობას ყველაზე მეტი დრო დაუთმეთ, აქაც ძალიან მოკლედ ვიტყოდი, რომ მთავარს გაუსავდი ხაზს იმას, რომ დღევანდელი მთავრობა ყველანაირად აჩვენებს, რომ არის ხალხის მიერ არჩეული, რაც არის რეალობა, რაც რეალობას განასახიერებს ამ მიმართულებით, რომ ხალხს უსმენს ძალაუფლების წყაროს, ხალხმა ვინც აირჩია, ვინც მოიყვანა, მათ სამსახურში არიან და ამას აჩვენებენ თავის ქმედებით. რა თქმა უნდა, ჰქონდათ შეცდომები, გადაცნობები, რაც გინდა დაარქვით, დავიწყოთ თუ გინდ პრემიერთან, რასაც დღემდე საყვედურობენ და იხსენებენ, საშინელებები მოხდა და ჯანყარაშვილის ფაქტორი გაიგო კაცმა, გამოასწორა. სხვა დანარჩენი იდეალური მაგალითი კირვალიძე, ვედელიძე თქვა გაიხსენეთ, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე იყო, კირვალიძე, რომელიც ყველაზე კულტურულად მოიქცა და გადადგა და დავაბოლოთ თუგნებად ყიფიანით, რომელიც არათუ საზოგადოებას გაუწია ანგარიში ყიფიანმა. არამედ საკუთარ გუნდსაც კი გაუწია ანგარიში, დაწერა განცხადება და გადადგა საკუთარ გუნდთანაც კი ვერ მომაგვარა, არა თუ მთლიანად საზოგადოებასთან. ხაზგასასმელია ის, რომ დღევანდელი მთავრობა კარგად აცნობიერებს, რომ ეს არის ხალხის არჩეული და ხალხის სამსახურში და ხალხი უხდის მათ ხელფასს. ყველაზე დიდი გადაცნობა, როდესაც მთავრობას რეალურად რაც ეხატება პრემიების ჭარბი გამოძერა, ამით ნებისმიერი სახელმწიფო იამაღებდა. რეალურად რაც მოხდა, გადაცნობებს რაც შეეხება და სხვა გადაცნობებზე შეცდომები და გადაცნობები არის, მე უფემაც ბრძანა, რომ ღმერთის გარდა ყველას შეიძლება შეცდომა მოუვიდეს და ამას ყველა აცნობიერებს, შეცდომებიც ჰქონდათ, გადაცნობებიც ჰქონდათ, თავარია რომ მათს ეკეთება რეაქციები და ძალიან ხშირად ეკეთება ძალიან საამაყო რეაქციები, თუ გინებავთ იგივე კირვალიძით და აგერ დღევანდელი ყიფიანით გავიხსენოთ. და მიუხედავად იმისა, რაც თქვით ჩვენ რომ დომინანტია ვთქვათ ეს პროპაგანდისტული მანქანა სიცრუის, რომელიც უტევს მას ლეგალური არაფერი აღარ დარჩა საზოგადოებასთან. ამ საზოგადოებისთვის ისინი მიუღებელი იქნებიან ძალიან დიდხანს და ლეგალურად ვერ მოვლენ, არალეგალურად ცდილობენ, მიუხედავად ასეთი შეტევისა, რომ ესენი დომინანტები არიან და მათი, თქვათ, პროპაგანდისტული მანქანა ყველაზე ძლიერი ახერხებს ამას და კიდევ ხაზს გაუსვამენ დღევანდელ მთავრობას არავითარ მედიაზე ხელი არ მიუწვდება და მას ვერავინ ვერ ამბობს თვითონ ოპოზიციაც კი. ესეც უპრეცედენტოა და ასეთ შემთხვევაშიც ჩვენი მთავრობა მიუხედავად საგარეო სიძნელეებისა და ის რაც ვთქვათ ლარის დევალვაციასთან და ესე შემდგომ ბოლო თვეებში რაც სირთულეებთან დგას 2014 წელს გახდათ ლიდერი ეკონომიკის ზრდით და ყველა საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებები არის
ყველა მიმართულებით დღევანდელი მთავრობა გაცილებით უკეთესად ეხატება, მე არ ვამბობ ჩემგან და არ ვამბობ თქვა ჩვენი გუნდისგან შეფასებებს. გაცილებით უკეთესად ეხატება ყველა მიმართულებით, გაცილებით უკეთესია და წინ წასულია ვიდრე წინა მთავრობა. მიუხედავად ამისა, რომ მას დაუწესეს ნაცებმა და რუსთავიორმა უნიათო მთავრობა ნაცვლად ამისა ეფექტურობით ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანას აჭარბებს და სხვადასხვა მიმართულებით მე ამაზე არ გავჩერდები. და ზოგადად რომ შევაჯამოთ 2012 წლიდან მე ვფიქრობ რომ ძალიან დიდი ნახტომი გააკეთა ჩვენმა საზოგადოებამ დემოკრატიული ქვეყნებისათვის დამახასიათებელი ღირებულებების ძალიან დიდი ნაწილის დაფუძნება მოხერხდა ჩვენს ქვეყანაში. რაც საფუძველს ისწრებს კიდევ ერთხელ გავიმეორებ ეკონომიკის ზრდას, როდესაც რეგიონში სიტუაცია შეიცვლება, რომ ჩვენ უნდა გქონდეს წინსწრები ზრდა რეგიონშიც და რეგიონს გარეთაც. აი ეს უნდა მოახერხოთ ჩვენ და ჩემი აზრით ჩვენ აუცილებლად მოახერხებთ და ჩვენ სათაურს გავამართლებთ 2030 წლისთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გავხდებით ძალიან ღირსეული ევროპის მსგავსი ქვეყანა და ყველაფერს საფუძველს იძლევა ეს 2 წელიწად-ნახევარი თუ ობიექტურად გავანალიზებთ. თუ მოვითხოვთ ჩვენი მთავრობისგან იმას, რისი გაკეთება შეეძლო და არ შევადარებთ დღეს გერმანიას ან სხვა განვითარებულ სახელმწიფოებს და იმის მიხედვით დავუწყებთ კრიტიკას. ობიექტური კრიტიკიდან გამომდინარე ჩვენ გვყავს ძალიან წარმატებული მთავრობა და ზოგადად ხელისუფლება პარლამენტის და მისი სხვა შტოები და ძალიან წარმატებული საზოგადოება და ძალიან ნიჭიერი საზოგადოება თუ გნებავთ მიუხედავად ჩემი ესეთი კრიტიკული მიდგომისა ზოგადად ყველა ნაწილი ის რაც ჩვენ გავაანალიზეთ რომელსაც ვერ შევეხეთ მე ვფიქრობ რომ ჩვენ ვართ ძალიან ნიჭიერი ხალხი ჩვენ გვყავს ძალიან წარმატებული საზოგადოება ეს საჭიროებს ყველა განვითარებას და ჩვენ აუცილებლად თუ ასეთი ტემპებით ვივლით აუცილებლად მე ეკონომიკური არ მაქვს ხედულობაში ტემპი უნდა გაიზარდოს გარე ფაქტორები მაქვს ხედულობაში ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და აუცილებლად ჩვენ დავბრუნდებით ჩვენს ოჯახში ევროპულ ოჯახში დიდი მადლობა ვიმედოვნებ ჩვენი 7 გადაცემის განმავლობაში გამოთქმული შეფასებების საზოგადოებასაც წაადგება და იმ თემებსაც და იმ სექტორებსაც ან იმ კონკრეტულ პირებს, იმიტომ რომ ყველა ჩვენგანი ერთი ქვეყნის შვილები ვართ, თითოეულ ჩვენგანი სტარად ვქნით და სტარად ვცდილობთ თუ სწორად კრიტიკა საერთოდ ჩემი კრიტიკა მხოლოდ ერთს ეფუძნება. ჩემი სურვილია, მე არა ვარ არავის მტერი და არც ნაციონალური მოძრაობის ღმერთმა დაიფაროს. არც ერთი ჩვენი მოქალაქის მტერად ყველა წარმომიდგენია. მე ჩემი სურვილი და კრიტიკის საფუძველი გახლავთ მხოლოდ ერთი, რომ ყველა მოახერხოს იქნება დესტრუქციული და ყველა მიიღოს მონაწილეობა თავისი სამშობლოს, თავისი სახელმწიფოს აღშენებულობაში. მხოლოდ ამ მიზნით და მხოლოდ ამ გულით ვახერხებ მე და მივანიშნებ განსაკუთრებულად იმ პიროვნებებსაც დღესაც თუ ელისაშვილი ვახსენე, თუ გინდ გიგაური, მელისაშვილს მე ძალიან დიდ პატივისცემ პირადად ვიცნობ, თუ გინდ გიგაურზეც, ვიზეც არ უნდა ვახსენო, მე არაფერი გარდა იმისა, რომ ჩემი სურვილი ერთის. რომ ისინი ჩადგნენ ჭეშმარიტად საკუთარი ქვეყნის სამსახურში და უფრო მეტი პოზიტივი მოუტანონ საკუთარ ქვეყანას და ნუ დაემორჩილებიან სრულ პროპაგანდას. დიდი მადლობა ნებისმიერი კრიტიკა, რომელიც ნებისმიერ ჩვენგანის მისამართი თითქმის შესაძლოა ხას უსამნეს, რომ შესაძლოა ჩვენ არასწორად ვახდენდეთ საკუთარ თავის პოზიციონირებას, რისი დიდი იმედიც მაქვს მე ნებისმიერი იმ პირის შემთხვევაში, რაზე და ჩვენ ვისაუბრეთ. დიდი მადლობა ჩვენი გადაცემის მონაწილეებს. ჩვენი დღევანდელი გადაცემა დასრულებულია. თქვენ უყურებთ გადაცემას კვირის 20-30 შევხვდებით მომავალ კვირას 20-30 წუთზე. ასევე კვირის მნიშვნელოვანი მოვლენებისა და საინტერესო თემების ანალიზით. დიდი მადლობა.